country, Georgia. Let's go, man! მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი სართანია, ეპიზოდ 206. დღეს ჩვენთან არის ჩვენი ძმა და მეგობარი, უკვე მესამე return guest თუ არ ვცდები, პირველი ქართველი ოქტაგონის flyweight ჩემპიონი, რომელმაც ამ წელს ოქტაგონს 67-ზე მოიპოვა flyweight-ის ტიტული, სამ კრისი დაამარცხა და ბენო ადამია ასევე გამოვა 28 ივნის, რომ დაიცვას ეს იგივე ტიტული, პირველი დაცვა ექნება. დაიცავს number 1 კონტენდერი, ვინც არის დღესდღეობით UFC-ს ვეტერანი 36 წლის ჯალგას ჯუმაგულოვი. მოდი ბენოს მივესალმოთ. ბენო, როგორ ახარ? კარგად, გიო, თავად როგორ გიკითხო? მაგრად მონატრებული. ბენო, ეხა ხარ ავსტრიაში, ხო? კი, ეხლა ვიმყოფები ვენაში ვარ, მომზადებას აქ გავდივარ. და ვენაში ჩახვედით, მე გიწევს, ანუ ტიტულის დაცვა იქნება გერმანიაში, ხო? გერმანიაში, ჰამბურგში იქნება, კი, და მაინც ახლოს არის. ნუ ახლად ახლოს არ ყოფილა, დაახლოებით 500 კილომეტრია სხვაობა, მაგრამ 500 კილომეტრი არც არაფერი არ არის რა. თბილისი ქუთაისია თუ თბილისი ბათუმი გამოდის? ცოტა იქით. ბენო, როგორი თბილისი სოხუმი. და თბილისი სოხუმი. ამინ. და როგორი ადგილი არის, ანუ რამდენად გძნობ თავს სახში მანდრო ვარჯიშობ, იმიტომ რომ პირველად არ ხარ ხო მან შენ? არა, პირველად არ ვარ ავსტრიაში, მეორედ ვარ ეხლა. პირველად როცა ვიყავი ვენაში, მაშინ ბრატისლავაში ვქონდა ბრძოლა. მაშინ ვებრძოლე იმას დამავიწყდა სახელი გუსტავო ლოპესი. და ნუ ვენიდან ბრატისლავა ძალიან ახლოსა, 1 საათის სავალია მანქანით და უკვე წონის კლება და ეგაბები ვენაში გავიარე. ასე რომ შეჩეული ვარ აქაურობას, რა ვიცი აქაურობა და არა მარტო მაქაურობა შენ შეჩეული ხარ უკვე UFC-ს ვეტერანების დამარცხებას რა. ეხა ახსენე გუსტავო ლოპესი, რომელიც UFC ვეტარი და რა თქმა უნდა ისა ჯალგასი ჯაკოს ეძახიან, ეგეც UFC ვეტერანი არის და კი. ანუ როგორ აფასებ ამ მებრძოლს და მანამდე UFC-ში რო იყო თუ გახსოვს ერთი პერიოდი საკმაოდ პოპულარული მებრძოლი იყო. ვიცი რომ ბოლოს წაგების სერია ქონდა მგონი 3 გადამული, მე UFC-დან წავიდა, მაგრამ ეხლა ისე 3 მოგების სერია აქვს რა და ანუ რამდენად იცნობ და როგორ შეაფასებ შენ მოწინააღმდეგეს? ნუ ცნობით ეხა ადრე UFC-ში რო ბრძოლობდა, მაშინ უყურებდი მის ბრძოლებს. კაი სპორტსმენია, კარგი ბიჭია, ძლიერი ბიჭია. კარდიოც კარგად უმუშავებს, ხელიც იცის, ჭიდაობაც რაღაც დონეზე იცის. მაგრამ flyweight-ისთვის ეხა 36 წლის არის და ცოტა ისეთი ასაკია რა. შეიძლება რაღაცის გამოძებნა. თავად არ მგონია რომ ისეთ ფორმაში იყო, როგორიც UFC-ში ბრძოლობდა. რომ იქიდან უკვე დრო გავიდა და მოკლედ უკვე ისეთი ასაკი აქვს, რომ პროგრესისკენ ვეღარ მიდის, მისი განვითარება უფრო რეგრესი ექნება, ჩემი აზრით. მაგრამ ნახოთ ჩხუბში გამოჩნდება ყველაფერი. ყველაფერს ვიზამე უფლისწყალობით, რა ვიცი, ყველაფერი იქნება. ამ მომზადებასაც აქ გავივლი ვენაში, კარგი ბიჭები არიან, სპარინგ პარტნიორებიც, ნუ ბლომად მყავს, თბილისში ერთი რაც ჭირს, ჩემთვის სპარინგ პარტნიორებია. იმიტომ რომ ნუ ჩემ დარბაზში, ჩემპიონთა აკადემიაში ყველა ჩემზე დიდი არის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე ახლა კემპის გავლა გადავწყვიტე, ის იყო რომ სპარინგ პარტნიორები გამომეცვალა და სხვა სპარინგ პარტნიორებიც მეცადა რა. უფრო ჩემი წონის ხალხი და ასე შემდეგ. ბიჭებს სიცოცხლე. კიო სალა. რომი შენ ხარ? რომი რა ვახარ? კარგად, თქვენ რა ვახართ? ამ თუთას დავტოვე ბავშვი დაბადების დღეზე და ეხლა დავაყენე მანქანა და ავდივარ ხა და შემოვალ ხელთავიდან თქვენ განაგზეთ მანამ. ელოდებით, კაროჩე, შემო.
მოკლედ გავნაგზოთ სანამ რომი შემოვა ისევ აა ანუ საკმაოდ ძლიერი ოპონენტები ყავდა ისე სხვათა შორის გონი დაჟე მანელ კაპთანაც ქონდა ჩატარებული ბრძოლა. მანელ კაპესთანაც კი, კაიკარა ფრანსთანაც გონი? აღარ მახსოვს. ნუ ადვილი გზა არ არის. მანელ კაპესთან კი ქონდა. ნუ კი, რთული გზა გაიარა და სხვათა შორის ყველასთან ისეთი ჭუბი ქონდა რა. თანაბარი. ეხა მანელ კაპემ ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ანუ მაგრამ დასაწყისს თუ უყურებთ ბრძოლას, მაშინ მანდაც კარგად იდგა და უტევდა კიდევაც რამოდენიმე დარტყმებიც გაუტარა და თავდაჯერებულიც ჩანდა. შენი დივიზიონი UFC-ში აი ბომბასავით არის რა. თითქოს უფრო რაღაც top 15 უფრო ჩანს თითქოს ვიდრე სხვა დივიზიონები რა. მაგალითად heavyweight-შიც ეგრე არის რომ თუ შეხვალ და 1-2 მოგება გექნება, უფრო დიდი შანსი არის რომ პირდაპირ top 15-ში კონდეს ბრძოლა და flyweight-ზეც ესე მიმაჩნია რომ ანუ ეფექტურად თუ დაიწყე უფრო სწრაფი გზით შედიხარ top 15-ში. არ ვიცი მართალი ვარ თუ არა. კი, არის ეგეც. კი, იმიტომ რომ flyweight ისეთი წონაა, რომ ბევრი სპორტსმენი არ არის, ბევრი მოჩხუბარი არ არის flyweight-ში. როგორც heavyweight-ია, ისე იგივეა flyweight-ი რა. ჭირს აქ სპორტსმენები. და შენი ეხლა თუ ყავს მთავარი სპარინგ პარტნიორი ამ ბრძოლისთვის თუ რამოდენიმე ადამიანია ვისაც ცული ან თუ აკეთებს ვინმე მიმიქს ჯუმაგულოვის მიმიქს კი დარბაში ხა სადაც ვარ მან არის სპორტსმენი სახელად დარკო ბრონოვიჩი მე მგონი სწორად თქვი მისი გვარი დარკო ქვია ყოფილი ბელატორის მებრძოლია ეხლა არის FNC-ის პენტამვეიტის ჩემპიონი ზუსტად იმ FNC-ის დღეს იბრძოლებს კაკრას ბონდო კიკაძე ბონდო ხდება მაგას ჩემპიონია არა ბონდო არ ხდება მაგას მოიცა ბონდო ხო პენტამვეიტში ბრძოლობს ბონდოც პენტამვეიტში ბრძოლობს კამარზე ბრძოლობს და ეხლა მე ვისანაც ვემზადები დარკო ვერ გამოვიდა მაგ შეჯიბზე, თორე ბონდოს მოწინააღმდეგეს უნდა შემხვდარიყო ეს თვითონ ეს დარკო. ამიტომ ვაკანტური გახდა კამარი და ესენი ბრძოლებენ ეხა ინტერიმ კამარზე იქნება ბრძოლა. ეგ ცოტა ისე და ნუ გამარჯვებულს ან ბონდო შეხვდება ან მეორეს ვიც გაიმარჯვებს ეს დარკო. ბონდო, ნუ ბონდო სხვა გზა არ არის. ხო, კი. ისე ეს ინტერიმები ხანდახან ცოტა რაღაც ნერვებს შლის მეთქი ვერ უტყვი, იმიტომ რომ საჭირო არის, მაგრამ ნუ ხშირად ისე გამოდის, რომ ინტერიმი თითქოს მაინც რაღაც დროს გაწელვა გამოდის, სანამ ანუ მართლა ვინც არის არ დაბრუნდება ორიგინალი ჩემპიონი რა. მე კიდე სხვა თემებზეც ვისაუბრებთ, მე რა შევეხებით ილია შევეხებით, მაგრამ ჯერ მინდა რომ ამ შენ ბრძოლაზე ვილაპარაკოთ შენ გამოსვლაზე. მე უყურებდი ჯუმაგულოვის ანუ ტაპოლოჯის და იქ ნახე რომ ბოლოს ქონდა არც ისე დიდი ხნის წინ კრივში ჩატარებული ბრძოლა. და ფიქრობ თუ არა რომ კარგი ხელები აქვს MMA-ისთვის და კიდევ ერთხელ როგორ შეაფასებ, ანუ ეს უკვე თქვი მგონი, მაგრამ ანუ შენთვის რა იქნება ყველაზე ადვილი გზა რომ მოიპოვო გამარჯვება, ანუ easiest key to victory. ეგრე უხეშად რომ ხო, კი, ბოლოს კრივიც იბრძოლა, ორჯერ იბრძოლა სხვათა შორის Fight Night Global-ში კრივი, ორივე მოიგო, მაგრამ split decision-ები იყო და მოწინააღმდეგეებიც ისე რა შეურჩიეს. მე ესე ვიტყოდი. ხო, ნუ კრივი, იცით, მისი ოქტაგონში მისი ბოლო ბრძოლა, ოქტაგონში რაც იბრძოლა, რამაც კონტენდერი გახადა ახლა კამარზე, ნუ უმეტესად დგომში იბრძოლა და ისეთი მძიმე ხელი აქვს რა. ზოგადად სიმაღლეში დაბალია და ცოტა ჯმუხი ტიპი არის რა და მძიმე ხელებს იქნევს. ერთისა რომ ის ხელი არ უნდა მოვირწა, ნუ შეიძლება მოვირწა კიდევაც, მაგრამ არა პირველ რაუნდში, შეიძლება მესამე-მეოთხე რაუნდში, ესე უფრო რომ მოხდეს, კი, it's fine, პრობლემა არ არის. პირველ ორ რაუნდში უნდა უფრთხილდე მის ხელებს. easy არ მგონია რომ ეს ბრძოლა იქნება,
ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ბრძოლა მექნება. იზი მოგებას ვერ ვფიქრობ, არა, იმიტომ რომ სადაც UFC-ში იყო ერთი მანეკაპემ შეძლო მისი ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება, მასზე ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება. ისიც იდგა თვითონ ჟუმაგულოვი იდგა და მანეკაპი ურტყამდა და უბრალოდ საჯმა გააჩერა. თორე თვითონ არ გათიშულა რა. ის რომ ლაკი პანჩი და დავაგდო და გავთიშო ნაკლებად, ჯმუხი რახან არის და ჭიდაობაში რომ დავასაბმითო ეგეც ნაკლებად, მაგრამ იცით არის ესეთი მომენტი რომ როცა სპორტსმენს დიდი კუნთები აქვს და ზოგადად მასიურია, მას მეტი ჟანგბადი სჭირდება, მის კუნთებს მეტი ჟანგბადი სჭირდება, რომ იმუშაოს. და ვფიქრობ მის კარდიოზე უფრო ვიმუშავებ და დაახლოებით მესამე რაუნდიდან უკვე შევეცდები რომ სამივე რაუნდი წამოვიღო. პირველ ორის დათმობას არ ვაპირებ, ეს არ ნიშნავს რომ პირველ ორს ვთმობ, უბრალოდ უფრო მეც ვამუშავებ, ვიდრე დარჩენ სამ რაუნდს. ანუ ხუთ ვარსკვლავიანს მეთქი. ანუ 5 რაუნდიან ომს ელოდები, მაგრამ ყოველთვის ზეწოლაზე იქნები და მიაწვევი შენ, ანუ pressure და კარდიოთი. მე ყოველთვის ფინიშზე მაინც კონცენტრირებული ვიქნები, რომ დავაფინიშო, თუ რამ მომენტი მექნება აუცილებლად დავაფინიშებ, მაგრამ ისე არ მაქვს, რომ აი გავალ და გავთიშავ და აი ამას ვდამ და იმას ვდამ, არა, ყოველთვის რაღაც რთულს, უფრო რთულს ველოდები ხოლმე რა ჭუბზე. რომ გავდივარ აი რაც შეიძლება ყველაზე ცუდი რაც შეიძლება რომ მოხდეს და ამას რო უკვე ფსიქოლოგიაში ჩავიცვამ და უკვე მორჩა რომ აი რთულს ველოდები და მე იქ არ დამხვდება ესეთი რთული, ფსიქოლოგიურადაც ადვილად გადამაქვს ხოლმე და რომ მიადვილდება ბრძოლა. აბა რა გამოვტოვე, აბა? ბიჭო, აი ახლა ვეკითხებოდი ბენოს, რა იქნება შენთვის the easiest key to victory მეთქი, მაგრამ ის არ მიგულისხმია ბენო, რომ შენ ამას ადვილად მოიგებ, ან ის არ არის მაგარი მეტოქე, ანუ ყველაზე კარგი, ყველაზე ადვილი, ანუ სად იქნება შენი ბრძოლა, ანუ ფეხზე დგომში, თუ რო ჩაიყვანო, ანუ what will be the easiest path, თორე ის არ მიკადრებია არავისთვის, რომ ის რაღაც სუსტია. გამარჯვებამდე ყველაზე მოკლე გზა რომელი გონია? ანუ ეგულისხმე და ალბათ უფრო დგომში დისტანციაზე ბრძოლა. Nice. რახან დაბალია მოკლე არის დგომში დისტანციაზე მის დატყმების აცილება და კონტრპანჩები. მაგის სტილიდან გამომდინარე, როგორ დასაწყისელოდებ ჩუბის რა? შენ როგორ? გიჟურს. ეგრე გეცემა ხო შენი? მეცემა ავიძაღლივით. მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ეს პირველი ორი რაუნდი იქნება ცოტა რთული ჩემთვის და დანარჩენი სამი რაუნდი უფრო ადვილი. პირველი ორი, ანუ ეხლა რაც თქვი შენ იქიდან გამომდინარე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ გექნება გეგმა A და გეგმა B, რომელიც უეჭველი სავარაუდოდ გამოიყენო ამ ბრძოლაში და სასურველია რომ ცეც ყოველთვის იყოს რაღაცა უკიდურეს შემთხვევისთვის და ანუ გეგმა A რა არის პირველი ორი რაუნდისთვის და გეგმა B, ანუ მაგისი ცეცხლი თავიდან როგორ უნდა გაანეიტრალო დაახლოებით რომ ამიხსნა. იმიტომ მაინტერესებს რა, იმიტომ გეკითხები ამას. იმედია აზახურად არ გადაუთარგონიან. მაშინ არ ვინდა, მაშინ თალკე მითხარი. არა, ვილაპარაკო თარაგონია ვინმე ხა აზახურად რავი ქართველი. ესეთი რამე იქნა. კაი, ესე იგი პირველი რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ, ეს იქნება პირველ რაუნდში რომ დისტანცია დავიცვა და დისტანციიდან ვიმუშაო, უფრო მეტად კიკები, უკავ კიკები, რომ მოძრაობა შეუზღუდო და შორიდან ჯები, კროსი და ასე შემდეგ. ანუ მისი ოვერჰენდებს მოაქვს, მარცხენაც ოვერჰენდი მოაქვს, მარჯვენაც ოვერჰენდი მოაქვს და უფრო დისტანცია აცელა შეტევა. ისე რომ გაცვლებში შევყვე პირველ ორ რაუნდში ჩემგან არ იქნება. ნუ არც სწორიც არ იქნება, იმიტომ რომ გაცვლებში მე ხარ მასე მაღალი ვარ, ის ჩამჯდარია ჩმოხია და გაცვლებში რომ მომარტყას პირველ რაუნდში მე უფრო ვიგრძნობ ვიდრე თვითონ. მაინც არ გვინდა game plan-ის გაშუქება, მაინც არ გვინდა ზედმეტად რა იცი ახლა. game plan-ი ახლა ესეთი როგორი game plan-ია იცი, ეს იმანაც ეს თვითონაც იცის მგონი ახლა როგორც ვეჩხუბებით ესეთ. იმანაც იცის ეგ მე ხა არ ვთხოვ ისეთ დეტალებს footwork-ის აით უნდა იმოძრაო
მაგალითად ბოლო 10 წამში რას აპირებ, ბოლო 1 წუთში რას აპირებ, აი ამ შემთხვევაში 50-50 თუ მაგრამ იქნება ეხა პანტერში ეცოდინება რას რომ აპირებ. დისტანციაში იყოს და ქაფქიქები ეგ ხო ეცოდინება. ისე არ იცოდნენ. Who knows bro, who knows, that's IQ. ისე ჩხუბის განხილვა როცა არის და მოწინააღმდეგეს განიხილავ, მაშინ შენ მინუსებსაც და პლუსებსაც არჩევ რა და ეხა თავისი მინუსებიც ეცოდინება და აი აი ხა მეც ვიცი მე რო ვინმე მომიგოს როგორ უნდა მომიდგეს და მოკლედ ესეთი რაღაცეები. ნუ ჩემზეც ჩემ თავსაც განვიხილავ. ეგ მაგარი საინტერესო არის. ისე, ხო. ანუ შენ თუ ბენო ხარ და შენ თუ ბენო ხარ და ბენოს დამარცხება გინდა, ბენოს როგორ უნდა მოუგო ბენო? არ ვიცი. ვერ გეტყვით ამას. ბენოს დღესდღეობით ვერავინ ვერ სჯობს და მაგიტომ. მოდი ეხა ცოტა ისა ხალისიანი ისა მაქვს რა რაღაც შეკითხვა, ცოტა ხო უნდა მე ხო იცი მაინც ხალისი და რაღაც დეპრესიები არ მევასება და შენი მეტოქე მოკლედ ჯაკოს ეძახიან. ერთი პერიოდი იყო ყველა MMA სოციმედიაზე მიმები და სურათები იყო, ძალიან პოპულარული იყო რა, UFC-ში რო იყო მაგ პერიოდში. თმის ვარცხნილობა ქონდა რაღაც ესე. გვალი ჯამივით ესე, აი რომის ქუდი რო არის ეგრე რა, გვალი ჯამივით. მაგას უძახიან ესა bowl cut რა, bowl cut ან sokos styles რა და ეგეთი თვა ქონდა კიდე იცი ვის Jim Carrey-ს იმაში უცით კიდე დამენდამა რა მე და რომი რომ რა დამენდამა Jim Carrey-ს ქონდა და კიდე Beatles-ებს და რაღაც რა და ბენო შენ თუ ქონია ისეთი პერიოდი რომ რაღაც განსაკუთრებული თმის ვარცხნილობა ქონოდეს ალბათ გარდატეხის ასაკში ქონდა გრძელი თმები და ცოტა რომ გავიზარდე და რაღაც ოჩა ესე იქნება ჩხუბით კარგი და წარსულში თუ ქონია ანუ შეხება ან საუბარი მასთან ჯაკოსთან არა დროს მის გუნდელთან მაქადრე ნუ ვიყავი 18 წლის ვიყავი სერგეი მორზოთან ვიბრძოლე სოფლიო ჩემპიონატზე მაშინ წავაგე ქულებით ნუ 18 წლის ვიყავი მაშინ და თვითონ ეგ სერგეი იყო 28-27 წლის ეგ მოყვარულებში იყო ბენო მოყვარულებში იყო კი ზუსტად მაგ სოფლიო ჩემპიონატზე შავკაკ რახმანოვმა მოიგო სოფლიო ჩემპიონატი ეს ჩატარდა პრაღაში რომელი წელი იყო არ მახსოვს ანუ შენ 2019 ან 18 არა უფრო იქით კაცო ო ნუ ევროპაში ოკეი როგორი თუ გაქვს რამე განსაკუთრებული შეგრძნება ამ ბრძოლაზე ან შენ მეტოქეზე ან გევასება თუ არ გევასება თუ როგორ უყურებ ანუ პროფესიონალურად რამე თუ გაღიზიანებს ან რაღაც თუ არის ეგეთი დიდად მომწონსო არ მომწონს რაღაცნაირი დიდია რა ვიცი სულ კონფლიქტობს მსაჯებთან სულ რაღაცაზე უკმაყოფილოა ჯუჯღუნას რა ვიცი რაღაც ეგრე წარმომიდგენია ახლა პირადად არ ვიცნობ რაც ვიცი ისიც ჩხუბებიდან და ჩხუბებში რასაც ხედავ სულ ისეთი უკმაყოფილო ტიპია ხოლმე რა ვიცი დიდად პოზიტიური არ არის შენ უბრალოდ ერთ მიზეს მიცემ, მაგრამ ისეთ მიზეს ვერ არო რაღაც მოუნდეს ჩივილი. რახან მემჯერა რომ შენ მოიპოვებ გამარჯვებას და ბოლოს ბენო, ანუ როგორ ბრძოლას ხედავ? კიდევ ერთხელ თუ შეგიძლია, ანუ როგორ ბრძოლას ელოდები და რა მეთოდით გონია რომ მოიპოვებ გამარჯვებას? რთულ ბრძოლას ველოდები, ყოველთვის ვეცდები რომ ფინიში დავასრულო, მაგრამ მაინც გასვლა მაქვს 5 რაუნდზე, ვემზადები როგორც 5 რაუნდის ბრძოლა და ამიტომ მომატებულ მაქვს ინტენსივობას, კარდიოებსაც ბევრს ვაკეთებ, რომ 5 რაუნდი ვიბრძოლო, ისე რომ დიდად დაღლა არ შემიტყოს.
ნუ დაღლით შეიძლება დავიღალო კიდევაც, მაგრამ ეს დაღლას რო გავუმკლავდე, საქმე მაგაშია. და მოგების შემდეგ თუ დაკპატიჟა, შენი გამარჯვების შემდეგ თუ დაკპატიჟა, ისე შენ უნდა დაპატიჟო, მაინც რახან გამარჯვებული იქნები. ცხენის ხორზე თუ დაკპატიჟა, ცხენის ხორზე თუ დაკპატიჟა, შეჭამდი თუ არა. არა მგონია ჩემი მოგების მერე ცხენის ხორცი მაჭამ. ცხენის ხორცი ყაზახეთში რო ვიყავი, ერთხელ კი ჭამა სხვათა შორის და რა ვიცი. თავს დამნაშავედ გრძნობ. ძალიან მიყვარს ცხენები. კი, მეც. კაი, მოდი სანამ გადავალთ რომი, შენ ეხა ბიჭებო, ეხა გვაქვს პოპულარული თემები, მაგრამ სანამ გადავალთ რაღაც სხვა არ გვინდა კიდე რომ შევეხოთ ამ ბრძოლაზე ან რამე ერთადერთი ბენოს კაი ბოქსი აქვს. ამ ბიჭზე გაცილებით უკეთესი ბოქსი აქვს. ბენო და მე ხა დაახლოებით ერთი სიმაღლის ვართ რა და როდესაც ნუ ჩვენ სიმაღლის ხალხს ერთად უწევს მაღალ ხალხთან ბრძოლა, უფრო გრძელი ხელებით, უფრო მაღლებთან და რთულია ეს მაღლებთან ჩხუბი არ არის ადვილი, ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება და ესა და ზოგი არის მაგალითად ესე რომ აი ტანბორჩილი ვინც არის და სულ მაღლებთან დიდებთან უწევს ჩხუბი ეჩვევა ამას და მე უკვე თავზე პატარასთან ცოტა სხვანაირი შეგრძნება აქვს, იმიტომ რომ იშვიათად უწევს, აი როგორც მაგალითად ცაციას ყოველთვის მემარჯვენესთან უწევს ჩხუბი და მემარცხენე რო შეხვდება, ცოტა გადაწყობა უწევს ყველაფრის, მაგრამ ჩემთვის პირადად ყოველთვის უფრო სასიამოვნო იყო, როდესაც ჩემი სიმაღლის ან ჩემზე უფრო დაბალთან მიწევდა დგომა, იმიტომ რომ რავი, მაინც მივხვდეთ, რომ მაღლებთან შეიძლება მუშაო ბევრს მაგ სტილთან ჩხუბი რო ისწავლო შეეჩვიო, მაგრამ მე უფრო მოკლე რიჩის ადამიანთან რო გაქვს, უფრო ჩემთვის პირადად ადვილი იყო და შენ როგორ ფიქრობ? მე მგონია რომ უფრო ადვილი უნდა იყოს შენთვის, იმიტომ რომ ხელებით ისე მუშაობ შენ და ეგ ისე უაზროდ მოდის წინ რა. მე მგონი არის იქნება ის შანსი რომ ცოტა აიკენწლოს და შენ როგორ ფიქრობ? კი, მეც ეგრე ვარ ზუსტად. სულ ჩემზე მაღლებთან მიწევს ბრძოლა და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო აქ ჩემ ჩამოსვლის, რომ ჩემი გაბარიტების ხალხი იყვნენ აქ რა და მათთან მე სპარინგა და ძალიან გამიადვილდა დისტანციის შერჩევა, აღარ მიწევს ხოლმე ძალიან ახლოს შესვლა, შემიძლია რომ შორიდანაც დავარტყა. არა, მე ძალიან მიადვილდება ჩემზე დაბალთან ბრძოლა. კარგია ძალიან და ერთი სხვათა შორის ერთი მე მგონი უზბეკი ბიჭი იყო, ბოქსის სპარინგები მქონდა როდის ხუთშაბათს, ხო? ხუთშაბათს მქონდა ბოქსის სპარინგები. ჩემზე დაბალი იყო, მაგრამ რა ვიცი, ისე შემოდიოდა და ისე გადიოდა, ვაფშე ვერ ვამჩნევდი და მეც გამიკვირდა რა სხვათა შორის. ძალიან მოძრავი იყო და ძალიან მომეწონა მასთან მუშაობა, მაგრამ მაინც დავიჭირე. ანუ მოკრივესთან ჩხუბის სხვა ხო ახლა ვიდრე MMA-ს მე გაკვირვებული დავრჩი ისე გადიოდა შემოდიოდა და ისეთი ფუთბოლი ქონდა. კაი. ამიტომაც მე ვეუბნები ხოლმე ბიჭებს მოკრივეებთან როცა სპარინგობთ ხო? მე MMA-ს მოჩხუბართან ჩხუბი თუ არ გეჭიდავება ხო? და პროსტა თუ დაგიდგა ესე გონია რომ შენელებულ კაცს უყურებ უკვე ბოქსიორის მე რა, იმიტომ რომ ისინი ისე მოძრაობენ, ისე შემოდიან და გადიან, ისე კუთხეებს გიჭრიან, მე უკვე ძალიან პრიმიტიულად გეჩვენება ჩაოლებრივ MMA-ის ტიპთან ბრძოლა რა და აბსოლუტურად კი, მაგ თქმა უნდა იქიქებია, ტექდაუნებია, მაგრამ თლიანობაში ის ფუთვორკი ახლოსაც არ არის MMA-ის ბოქსთან. ამას სუღინო უნდა ღვინის ქუდებით ისე შედიან და გადიან ვერაფერს ვერ შეამჩნევ აჩtildeებია ინგაჯუნდი ეგ იყო სულაც მაინტერესებდა რა, ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემი აზრით. ამ ბრძოლაში იქნება მნიშვნელოვანი ბენოსთვის იძნობს ამას ჩემი აზრით ბრძოლის დროს და ნახოთ. რა თქმა უნდა. ოდი, სანამ გადავალთ ახლა შემდეგ პოპულარულ თემებზე, ანუ MMA-ის თემებზე, მინდა ვკითხო ბენოს თუ არ არის საიდუმლო, ანუ შენი მომავალი გეგმა რა არის? კიდე იქნება მომავალში ოქტაგონის ტიტულის დაცვა თუ რამე სხვა გეგმები გაქვს? მე ხა 4 ბრძოლიანი კონტრაქტი მაქვს ოქტაგონთან. მომიწევს სავარაუდოდ რომ დავიცვა კამარი, მაგრამ კონტრაქტი ისეთი კონტრაქტია, რომ თუ რამე შანსი არის რომ UFC-ში წავიდე, ამ კონტრაქტისგან თავის ვუწევდი. ასე რომ ესე კონკრეტული ის არ მაქვს. რომ აი მაინდა-მაინც რომ დავიცვა, თუ იქნება შანსი რომ UFC-ში წავიდე, რა თქმა უნდა წავალ.
ეგეც საიდუმლო არ არის მგონი და არავის არ გაუკვირდება რომ ვინც არ უნდა იყოს რომელი მებრძოლის არ უნდა იყოს მისი მთავარი მისია იყოს რომ UFC-ში მოხვდეს და ნუ კი და არ მგონია ოქტაგონს გაუკვირდეს ეგ მაგრამ მინდა ძალიან შევაფასო ეს ორგანიზაცია და მოკლედ ყველა გელოდებით ბენო 28 ივნის შენი პირველი ტიტულის დაცვაზე და შენთან ვართ რა თქმა უნდა მე რეგელით ისევ გამარჯვებული და დროც მოვა რომ შენი shiny toy რა შენი shiny toy ჩვენს გვაჩვენო რა ხო აზე ხარ the shiny toy the belt yeah for sure აუცილებლად 3, 2, 1, 0, and liftoff. მოკლედ ძმგლებო ესეთი ნიუზები გამოვიდა შევეხებით პოპულარულ თემებს MMA-ში და დავიწყეთ ილია თოფურიათი რომ დაშორდა მის ტრენერებს კლიმენტ კლუბს რახან ისე გამოდის რომ გადავიდა სხვა ქალაქში ანუ ეს პირველად ესეთი რაღაც არ ხდება ძალიან ხშირი რაღაც არის ახლა ავიღებ მაგალითს მერაბიც რო გადავიდა ლას-ვეგასში რა თქმა უნდა რეი ლონგოსთან აღარ დადის მაგრამ კუთხეში მაინც გამოყავს რეი ლონგო და ცოტა სხვა სიტუაციაა მან კი მოგცემ შენ ყველანაირ შენი აზრი მაინტერესებს ორივესი რა და ანუ მოდი აი უხეშად რო შევეხოთ რა შეიძლება რომ იყოს ნეგატიური ეფექტი ან პირიქით შეიძლება თუ არა რომ არც ისე ნეგატიური იყოს და პირიქით პოზიტიური ეფექტი კონდეს ანუ ამ დაშორებას ან რას ფიქრობთ საერთოდ ამაზე რომ იგისმენთ ამას ეხა თავის არხი აქვს და ინახავს ხოლმე ტყვიებს რა არა თელიკვირა არა შენ იცი ეხა ნუ ანტა მე რაცა უნდა ვილაპარაკო აქ 1-2 საათი 3 საათი თელი დღეს რო ვილაპარაკო მაინც დამრჩება სათქმელი სხვა I know bro I love you man უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი პრობლემა ის არის რომ MMA-ზე შემიძლია გაუთავებლად ვილაპარაკო და არ გამომეორდე ორჯერ ერთ და იგივე რაღაცა აქვს თქვა რაღაც პირად ცხოვრებაში ხშირად ხელს მიშლის იმიტომ რომ მთელი ჩემი ყურადღება და ენერგია ამ სპორტში მაქვს ჩადებული ბრძოლების ყურებაში ღამურასავი ვზივარ ესე ვანგასავი და უყურებ ჭხუბებს რომ ახალი რაღაცები ვისწავლო როცა შემიძლია ყოველთვის დარბაზში ვარ ყოველთვის ტატამზე ვარ და არ წდება სწავლა სიკვდილი შენია რა და ამას რაც შეეხება მთელი კვირა მე ვარიდებ თავს ამაზე ლაპარაკს მაგრამ რახან ჩამოვარდა იმედი მაქვს რომ ეს არისო ილიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთპიროვნულად რა ამას ვიტყვი მარტო იმიტომ რომ ილიას ყავს იგივე ხალხი ვისაც მაგის კეთილდღეობა სურდა მაგის ანუ არ მისცემენ ყველა როცა ასე დონეზე ადიხარ მე ყველა რაღაცები მოგდის ხო რაღაც რთულია მე შეინარჩუნო ის ტუნელის ეს მხედველობა და ესა როგორც აქამდე იყო ახლა აქამდე ილია მოვიდა იმ ყველაფერი სწორად გააკეთა და ესე მოვიდა იღბალით თავისი ტვინით ინტელექტით და საბრძოლო უნარებით თითქმის უშეცდომოდ მოიტანა აქამდე რა და ეხა არის ყველაზე მთავარი მომენტი ეხა არის ყველაზე მეტად საჭირო დაუჯერო მოусმინო ყველაზე ახლობელ მეგობრებს ვინც ყოლია მეგობარი ვინც პატარობიდან ვისთან ერთად მოდიხარ დედას დაუჯერო რომ მას გაგზავნა გშობა მამას დაუჯერო რომ მასაც ყველაზე მეტად უყარხარ ყოველთვის ვერ დაუჯერებ ეხა იმიტომ რომ დედამ და მამამ არ იცის რეალურად დარბაზში რა ხდება მაგრამ ცხოვრებისეულად ვიზახი ძმას რომელიც ჩემი აზრით იმაზე ახლოს მაინც ძმა არის კი ყველაზე მთავარი პიროვნება თვლი ძმას მე ილიას ცხოვრებაში ფაქტია ეგრეა მაგას ვერ ისა და ცოლსაც რა თქმა უნდა და ასე შემდეგ და ბოლო კიდე არის წვნელი რომელსაც გაგზავნა 15 წლიდან და უნდა მოусმინო ყოველთვის დაუჯერო იმიტომ რომ წვნელი კარგი წვნელი არ უზარმოგცემს საშუალებას შენ რომ ანუ სისულელეებზე არ დაგეთანხმება და სისულელეებს არ გაგაკეთებინებს ჩემი აზრით ერთ-ერთი პრობლემა რაც დაემართა მაგრეგორს თავის დროზე ის იყო რომ წვნელი რომელიც მაგას ყავდა გვერდზე
იყო ძალიან სუსტი და ყველა yes-მენი იყო, ყველაფერზე თავს უქნებდა ჩემი აზრით რა. რაც არ უნდა სისულელე ექნა და ეთქვა ამას, ვერ აკონტროლებდა თავის მოჭუბარს. შენა და კავანაზე იძახი? ხო, რა თქმა უნდა. და შეიძლება უბრალოდ ილიას და თავისი მწვრთნელის ხედვები უკვე ცდომილებაში იყო და მაგიტომ მოხდა ეს. შეიძლება უბრალოდ ილიას სხვა გეგმები აქვს უფრო დიდი და შეიძლება უნდა თავისთან წაეყვანა ეს მწვრთნელი და არ გამოვიდა ეგ ამბავი ამას თავისი საცხოვრება აქ და ვერ გადავიდა მადრიდში, შეიძლება მაგიტომ მოხდა. შეიძლება 1000 რამე შეიძლება. ან უბრალოდ ბარსას ერთ ფანი ვიტყვი. იყო შეიძლება რომისავით. ხო, შეიძლება. და უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი რა, რომ იმედი მაქვს, მე როგორც თავშესტილებას დამჩა, ის იყო რომ სავარაუდოდ ესენი არ იქნებიან ილიას კუთხეში რა. ეხლა მე რა შეხედულება მაქვს მაგაკაცზე როგორც თუნელზე, როგორც მე არ ვიცი რომ მაგას როგორც ადამიანს არც ჩანან ცუდი ხალხი, მაგათ გაზარდეს თოფურიები, როგორც სპორტსმენები და ვისურვებდი რომ კარიერის ბოლომდე ილიას კუთხეში ყოფილიყვნენ, მაგრამ თუ არ იქნებიან, ეგ კიდე ცალკე სასაუბრო თემა იქნება რა. როგორც წესი არ არის ხოლმე კარგი, როდესაც მებრძოლი ისეთ დარბაზს ტოვებს, სადაც გაიზარდა და სადაც მისთან ერთადაც მივიდა კამრამდე რა. აი მაიკ ტაისონი როუნება იმას რა ქვია, ენგანოს, როდესაც ღმერთს უყვარხარ, იმასაც ეშმაკსაც ძალიან უყვარხარ, მაგრამ როცა ღმერთი გარჩევს, გამოგარჩევს ყველასგან, ეშმაკიც გამოგარჩევს ყველასგან და წვეულება უნდა დატოვო იმ კაცთან ერთად, ვინც მიდიყვანა წვეულებაზეო და იმედია ერთ რაღაცას ვიტყვი რა, იმედია ილიამ როგორც აქამდე ყველაფერი სწორად გააკეთა ფაქტიურად და თითქმის ეხაც იგივენაირად აკეთებს და იმედია 100%-ით იცის რასაც აკეთებს, ყველაფერი გაწერილი, გაზომილი და დაგეგმილი აქვს და იმედია ეს არ იქონიებს რაიმე ნეგატიურ გავლენას მაგის კარიერაზე, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა აქ მე ვიცი რომ ბევრს ამის გაგონებას კი არ უნდა, ბევრს კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობა კი არა, აი ელემენტარულად განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა ორივე მხრიდან ზოგმა ისე დაწერა რომ თეორიული შანსიც არ აქვს ოლივერასო, რაც რა თქმა უნდა სისულელეა. უბრალოდ ეს არის ყველაზე დიდი ჩხუბია, რაც კი აქამდე ილიას ქონია რა. ყველაზე დიდი და ყველაზე რთულიც იქნება დამიჯერეთ რა. მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, არა აუცილებელი დამიჯეროთ. Never underestimate any opponent, never. და იმედია ეს არ იქონიებს გავლენას იმეს ვიტოვებ, არ იქონიებს ეს მანდამაინც დიდ გავლენას ილიაზე და იმედია პირველივე რაუნდში შევა თოფურია მოიგებს. არ გადახვიდე ჩალზე, ეგ მაგაზე მე ვისაუბრებ. არა, მე უბრალოდ ეს რაც მოხდა ახლა თრენლებთან, ხო? ეს პირდაპირ კავშირში არის მომდენო ბრძოლასთან, გამიგე? პირდაპირ კავშირში არის. გამიგე? კიდე ერთხელ გეუბნები, ყველაფერი სპორტი არის დარბაზში, ადრეც მithkomს მე. სპორტი არის დარბაზებში ხდება. ის რასაც ჩვენ ვუყურებთ ოქტაგონზე, ეს არის შოუ. ეს არ არის სპორტი, ეს არის უკვე ჩხუბი დამაგურგებელი მომენტი. თლიანად სპორტის სხეული არის დარბაზი. ჩვენ დარბაზში იბადები და დარბაზში კვდები რა, როგორც მოჩხუბარი. და დარბაზში ვითარდები რა თქმა უნდა. და რაც დარბაზში მოხდა, ის გაგაქვს მერე არენაზე რა. და მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს ილიასთვის დარბაზში რა, რინგის მიღმა, რინგზე მისვლამდე რა. და იმედია ესეც იქნება რა, უბრალოდ ამას ვიძახ მეტი არაფერს. Good, well done. წინა ვიკენდზე ვიყავი ალიკანტეში. აი გამოვიდა ვოვის ჩემპიონატი იყო და ჩვენი გუნდელი გამოვიდა მერუჟან პალიანი მოიგო. გაიმარჯვა. მან ნახე ილიაც ნახე, მისი ძმაც ნახე და რა ვიცი, ისე თავდაჯერებულად არიან და ისე უყურებენ საკითხს, რომ რავი, ეჭვიც არ მეპარება, რომ რაღაც თავისი გეგმაც ექნება და ეს რომ უკვე ილია ალიკანტეში აღარ ვარჯიშობს, უკვე დიდი ხანია ეს, მან არ ვარჯიშობს, ბოლო ჭუბზეც არ ვარჯიშია ალიკანტეში. აი თავიანთ კლიმენტ კლუბში არ ვარჯიშია, მადრიდში აქვს სახლი, თავისი დარბაზი აქვს მადრიდში და თავის დარბაზში ვარჯიშობს. სპარინგ პარტნიორებიც მანდ მიყავს, მწვრთნელებიც მანდ მიყავს და თავისთვის კომფორტი მთლიანად მოიწყო. რაც თავარია მისი ძმაც მანდ ყავს. ეხმარება ყველაფერში. არ ვიცი, ისე რომ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება ილიას მდგომარეობა, ვიდრე უარესობისკენ. რაღაც ეტაპზე შეიძლება მწვრთნელმა მიგეყვანოს სადღაც ან რაღაც დონემდე. მაგრამ მის იქით უკვე გჭირდება რაღაც სხვა ნაბიჯების გადადგმა.
რომ უფრო მეტად გაიზარდო. ერთი და იგივესთან ესე არის ხომ აი როგორც მერაბი ავიღოთ რა. იყო ხო ნიუ-იორკში ვარჯიშობდა, უკვე მიხვდა რომ სადღაც გაჩერდა, წავიდა, გადავიდა, ეხა იქ უკვე ვითარდება, უფრო განვითარდა. რაც იყო იქ, იმაზე მეტად განვითარდა. იგივე მდგომარეობაა აქაც. ვფიქრობ, რომ რა ვიცი, და ვიმედოვნებ კიდევაც, რომ კარგად დაისახება ეს ილიაზე. მაგაში 100% გეთახმები მე მეგობრები ძმაკაცი მიყავს რომელმაც 9 ჯერ გამოიცვალეს დარბაზი და ეს უბრალოდ მე რას ვიძახი იცი მე მინდა რომ რა თქმა უნდა ეხა მოჭხუბარი ხარ მოჭხუბარი არის თავისუფალი სული ველური გულია მოჭხუბარი რა და სადაც უნდა მოჭხუბარს ვერ ჩარჩოებში რომ ჩასვამ და როგორც ესეთი უხეშად ვთქვა ყვერებს რომ მოაჭრი ეგ უკვე აღარ ვარგებს ეგ უკვე დაკოდილი იმასავითაა რა ძაღლივით რა ცხენი რა არ ვარგე ეგეთი ეგ აღარა მოჭხუარი მოჭხუარი უნდა იყოს თავისი მიშვებული უნდა იყოს კონდეს უნდა მაგის თავისუფლება მაგრამ მე რას ვიძახი მე მინდა რომ კუთხეში მაინც ეს ხალხი იყოს ერთი მაინც ამ ძმებიდან იმიტომ რომ მაგათ გაზარდეს და ანუ აი მე რა ხო გადავიდა მაგრამ ლონგო ხო მესმის შე მე მინდა რომ კუთხეში იყვნენ ესენი მაგრამ მე უბრალოდ ისეთი დაბეჭდილება დამშა ბოლო მაგკაცის ინტერვიუდან რომ თითქოს არ თქვა რაღაცეები, მაგრამ თითქოს კუთხეში არაპირებს ყოფნას და თითქოს რაღაც კონფლიქტის ის დამჩა მე, რაღაც მინი კონფლიქტი მოხდა თითქოს. შეიძლება ვწდები. რა არის ერთი მომენტია, რაც უნდა მე ჩვენ აქ რაც უნდა ვთქვათ, ხო? ჩვენ აქ, იმიტომ ვართ რომ ჩვენ გული შეფტკივა ყველა ქართულ მოჭხუბარს და ყველას გულშემატკივრობთ, როგორც ჩვენ საკუთარ ძმებს და დებს ისე რა. რაც უნდა ვთქვათ, ეს არის უბრალოდ ორივე მხრიდან, ყველა მხრიდან უნდა განიხილო. ეს არის ანალიზი, ხო? როგორც ანალიზი უნდა გააკეთო ჩხუბის ყველა მხრიდან, აი თქვა ჩატარებულ ჩხუბს რო უყურებ, ხო არ შეიძლება ისე თქვა რომ აი იმან დაარტყა ჯერბი, აიცილა მე და ის რო ურტყამს რომ გაჩერდა და არ გაუკეთო ანალიზი რა მოხდა რა. ანუ ორივე მხრიდან განიხილო უნდა ჩხუბი, ხო? ისეა ზუსტად ეს სიტუაციები, წინასწარ როცა განიხილავ რა შეიძლება მოხდეს, შესაძლებლობები და ესე შემდეგ. ეხლა ჩვენ თუ აქ დავჯექით და მარტო საკუთარ თავზე ვილაპარაკეთ და თან მარტო კარგები ვილაპარაკეთ ეს რა გამოვიდა ვერც გაიზრდები აქედან ვერც საკუთარ შეცდომებს ვერ იპოვი ვერ გამახვილებ მაგაზე ყურადღებას და ვერც წინ წახვალ და მაგიტო ვიძახი უნდა შეგვეძლოს კრიტიკულად აზროვნება მიღება რაღაცეების ზოგი ადგება და დედისტრაქს აგინებს გაიგე მოჭხურებს ლანძღავენ დასცინიან და მე მოვა და აქეთ მორალს გასწავლის გაიგე აზრზე არ არის აროს არ ვიტყვი მოჭხუბარზე იმას ზუგს უკან და ასე თუნდაც კამერაში შორიდან რასაც პირში არ ვეტყოდი რა ხო და ვისაც შეგიძლია და ამის თქმა რამდენჯერ სამსაც შეგიძლია და ხელი აწიეთ და შეცაი ჩაიხედეთ სარკეში რა ხო და ამიტომ ვიძახი მე უბრალოდ ძალიან მწყინს რაც ხდება მაინც დღესდღეობით საქართველოს გულშემატკივრების შორის რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის დაეციონ უნდა სიტუაციას ყველგან ეგრეა მაგრამ მე არ მაინტერესებს ყველგან რა ხდება მე ჩემი ხალხი მაინტერესებს პირველ რიგში რა. უბრალოდ მე იმას ვიძახდი რომ მთელი კვირაა შეჩემა და გადარბენაზე ვარ ერთი სიტყვა არ მithkoms MMA-ზე და I got you man I got you don't worry look at the point ეხა ვარ თიცი რაზე his chance versus Charles Oliveira და ბენოთი დავიწყებ რა ანუ ბენო თითქოს ისე გამოდის რომ მართლა ყველას გონია ბევრს გონია კრიტიკებს გონია თვითონ ბუქმეიკერებსაც გონიათ რომ ძალიან დიდი ფავორიტი გამოდის ილია რა და ანუ როგორ მოგწონს მისის შანსის მოგება და ეთანხმები თუ არა რომ ამ ასეთი დიდი ფავორიტი არის ილია ჩარლზ ოლივერასთან და ნუ როგორ შეაფასებია ბრძოლას ვეთანხმები რომ ფავორიტია კი მაგრამ ის რომ თლად უშანსო და ოლივერა არა უშანსო და არ არის ოლივერასაც აქვს ხელები მაგრამ ამავდროულად აქვს ყბა ძალიან სუსტი და ილიას აქვს გამანადგურებელი დარტყმა სავარაუდოდ ამას უყურებენ უფრო ბუქმეიკერები, როცა ამ შანსებს მაშებიან. ვფიქრობ, რომ ოლივერა ყველაზე მეტად საშიში იქნება გრაუნდზე, პარტერში, მისი BJJ კარგია, ძალიან მაგარია, ილიასიც კი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დიდად ეხლა რომ ილია ჩვენ გრაუნდზე გვინახიაო, არა, ვისთანაც ვნახეთ, ყველას გადაუარა, მაგრამ ოლივერა ვფიქრობ, რომ უფრო სხვა ლეველია რა. ამ დონეზე არ გვინახავს ჩვენ ილია. ხო, ამ დონეზე არ გვინახავს. კი აქვს ამიშენები, მაგრამ იმის მერე გამდენი წელი გავიდა და მოწინააღმდეგეების. სხვათა შორის ბრეივში აქვს ბიჭო, ბრეივში აქვს ორი ნოკაუტი, თუ არ ვწდები რა, მანამდე ყველა იყო საბმიშენი. ხო, ნუ სადაც შეკეთო რა.
ბატონო. ხო, ну, მოკლედ ერთი საშუალება, სადაც ილიას აქვს, ეს არის გრაუნდი, საბმიშენი, დანარჩენი ახლა დგომში არ მგონია, რომ რაღაც ისეთი დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს ოლივერა. რა არც თუ სხვა ну, დარტყმები აქვს ოლივერესაც, ახლა მაგას ვერ წავარდებ. დარტყმები აქვს, ძალიან მყარი დარტყმები აქვს. თან მაგრამ კაი გარდიცამ ტექნიკა აქვს. დარტყმებში. კაი ტექნიკა აქვს, სულთა ტექნიკა აქვს. უბრალოდ მე ოლივერას პრობლემა ის არის, რომ დაცვა არ უარგა არც დგომში და არც პარტერში. ხო, ილიას ბრძოლას თუ გავიხსენებთ ჰერბერტთან. იცით ჰერბერტ ძალიან მაღალი იყო ილიასთან შედარებით რა და მე მგონი იგივე სიმაღლე აქვს ოლივერასაც და ერთი სავარაუდოდ კიკებს დაუშვებს ჰედ კიკებს უფრო ოლივერა დაიწყებს. კი. ვიღაცა მეკითხა რომ მაქსიც ხო მაღალია იმაზე მაქს მოკლე ხელებია მაქს არა აქვს რიჩი ოლივერას აქვს თითქოს 10 სანტიმეტრზე მეტი აქვს რიჩის უპირატესობა ვოლკანოვსკის უფრო გრძელი რიჩია ვიდრე მაქსოლოვის. კი. ვოლკანოვსკი არის 1.68 m. რამდენი აქვს ეს რიჩი ვოლკანოვსკის? არ ვიცი არ მახსოვს მაგრამ ილიაზე გრძელი ხელები აქვს მახსოვს. აჰა. მაგრამ ნუ ეგ ხა არ არის ესეთი მე უბრალოდ აქ უბრალოდ იმიტომ ვამახვილებ ჩვენ რიჩის ყურადღებას რომ ოლივერას თავის სიმაღლე ხალხთან შედარებითაც კი გრძელი ხელები აქვს რა არა თუ მარტო ილიასთან. მაგრამ ოლივერაც 145 რო იყო ეგ არ დაივიწყოთ კიდე. ეგრე უმეტესობა პორიეც 155-ში ჩხუბობდა, მაგრეგორიც 155-ში ჩხუბობდა, ძალიან ბევრი 155-ში ადის 155-დან, ანუ მან ილია არ არის პიონერი და იმის გამო რა არის. მაგრეგორმა ვოლტერვეიჩი დაასრულა მე. ნო, კაუბოისზე რა იყო? ვოლტერვეიჩი ვისე ჩხუბა მაგრეგორი. არავის არ უჩხუბი. ხო, ასარონი არ იყო მე 77-ის მობრძოლი. უბრალოდ აპიარებდნენ მაგრეგორს თითქოს აი 2 წონით აიწია არა და ვისე ჩხუბობდა დიაზი, რომელიც ასევე 155 ფუნტში ჩხუბობდა და მთელი კარიერა უმეტესობა 1-2 ჩხუბს თუ გამოვაკლებთ და სერონიც იგივე რა. თავის ძირითადი კარიერა გაატარა მან. უბრალოდ პიარი იყო და მეტი არაფერი მაგრეგორს არა. მაგრეგორი ვერავს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ნამდვილ 77 კილოგრამიან მებრძოლს რა მით უმეტეს მაშინ როცა 77 კილოგრამში რა ხალხი იყო ჩემ ზმგლებო მოკლედ გადავიდეთ შემდეგ შენ რას ფიქრობ? აუ რა ჯიგარი ხედავ ბიჭო შენაირი კი არ არის ბიჭო შენაირი კი არ არის აი ხა ინანებს აი ნახე ხა ინანებს რო კითხა არა თრალი ხო არა ვარ რა უნდა ინანოს ბიჭო იმას ფიქრობ რომ ანუ მე მგონია რომ ჩარლზ ოლივერა მიდის ყოველთვის წინ რა და უკან არ დაიხევს და ეგ არის თავარი მისი ანუ threat რა რომ პირდაპირ წავა წინ რა წავა ეგრევე მოსაკლელად ესე ვფიქრობ და უკან არ დაიხევს და რაღაც სულ ისე ბრძოლობს რომ როგორ ქვია you live by the sword die by the sword რა და პირდაპირ წავა წინ რა და ეგ უნდა გაიაროს ილიამ ეგ ცუდი არაა სხვათა შორის ილიასთვის ცუდი არაა იმიტომ რომ როცა შენზე გაცილებით გრძელი მოწინააღმდეგე უკან მოძრაობს გვერდზე გადის კუთხეებს გიჭრის და ისე გემუშავება ძალიან კოშმარია რა მაგრამ როცა წინ მოდის შენს ნახევარ საქმეს გიკეთებს უკვე იმიტომ რომ შენ გინდა შენს აქეთ მოდიხარ და შენი მიმართულებით მოდის გამიგე და შენ თვითონ კვეცავს იმ რიჩის რაღაცა გარკვეულ ნაწილს რა ბიჭო და კლინს როგორ ხარ ცუდი არაა მთლად ეგ ჰა დაბლებისთვის ცუდი არაა მთლად არ არის არა და ილიას ჯებიზო მინახავს რომ ჯებს რო უშვებს თავს გვერდზე აგდებს და ცდება და მე მარჯვნიდან შედის კარგად რა და ზუსტად მაგ დროს მოდის მე ზღვიცში მარცხენა დარტყმა რომ შედის მე პივეტს აკეთებს როტაციას და უკვე აი აქ რო ხარ და ეს რო წამოვა ჯებით და შენ გადაიწევი და აქედან გამოხვალ ხო უკვე აქ ხარ რა და კედელთან ახლოს თუ მოხდა ეგ ამბავი ოლივერა კედელთან ზურგი თუ მოხდა და წინ წამოვიდა ოდნავ ცოტა ისე იზარმაცა ისე რაღაც არ გათვალა ილია არ გაუშვებს მაგ შანსხილიდან უეჭველი შეტეხავს იმ კუთხეს და კედელთან ახლოს რამდენად ჯერაც იქნება ოლივერას თავარი მიზანი უნდა იყოს კედელს მოერიდოს ამ ჩხუბში თორე დაეხევა რა ილიას ვინც არ უნდა შეხვდეს კედელს უნდა უეჭველი უნდა მოერიდოს რა გონი ყველა ნოკაუტი ქონდა ანუ ხაზის იქით რა ანუ კედელთან რა გალიასთან დიდი მადლობა ბენო კითხვისთვის მაინც შეუშალე ხელი ხედავ
არა, გმაყოფილი ვარ. მოდი, რა მაინტერესებს იცი, ანუ ეს international fight week იყო, რამდენი ხანია ხალხი ელოდება, რომ რა იქნება მთავარი ბრძოლა და ისე არის აღიქული რა, რომ international fight week-ის კარდი უნდა იყოს ყველაზე მაგარი კარდი რა. ანუ დაახლოებით UFC 300 რო იყო რა, ანუ წლის საუკეთესო კარდი უნდა იყოს international fight week-ი. ეგეთი ის არის რა. ან Madison Square Garden-ი რა, ეგ ორი არის ყოველთვის რომელიც პაექრობს. სადაც რომ მიცხოვრობს, ბაზარი არ არის. და მოკლედ როგორ მოგწონთ ეს ფლიანი კარდი გადავხედოთ თუ გინდათ და არის თუ არა, ანუ International Fight Week იმსახურებს თუ არა ეს კარდი რა. მე co-main event-ზე არის პანტოჟა კაიკარა ფრანსი, დარიუში მოიკანო არის, Brandon Royval Manel კაპი არის, პაულო კოსტა რომან კოპილოვ არის, ჯეკ ჰერმანსონ Gregory Rodriguez და ისა Diniz versus Justin Tafa რა და ანუ თუ მოგწონთ კიდე რა მაგარი კარდი. ანუ ყველაზე ძალიან რა მოგწონთ ამ კარდზე და არის იმსახურებს თუ არა რომ International Fight Week იყოს. ყველაზე ძალიან ის მომწონს რომ ქართველი არის ეგეთი კარდის main event-ი მიუხედავად იმისა რომ ჯონ ანეკმა გაატრაკა საქმე სულ ესპანელს ეძახის ტრანსლაციის დროს რა. ჩემპიონის რო გახდა Spaniard 27-year-old Spaniard იძახდა. ბიჭო მე შენთან არის ლონგო რა და ლონგოს უთხარი ეგ და ყოველ კვირას მიდის ხოლმე ჯონ ანიკთან და ვნახოთ აბა. აი ხა მე ლონგოს რა უთხრა ჩემი რომ ჯონ ანიკს ეგრე უთხარი ვერგი ნიუ-იორკის აქცენტი უთხარი. თელ რა უნდა ნიუ-იორკის იმაში რომ ხო იცი კინოში ესენი მასწავლიან ეხა მე რა უნდა ვთქო რა რაც გინახავს ეგარ რაღაცში რომ მე ვასწავლო ლონგოს ეხა რა უნდა თქვა რა დავაუჩი რა უნდა თქვას კი არა ჯონ ანიქს რო უთხრას რომ აღარ დაუძახოს ესპანელი შეჩემავა. ბიჭო ჯონ ანიქს შეიძლება დავალებაც აქვს ორგანიზაციიდან პრომოუშენისგან რომ როგორც ესპანელი ისე გააპროა. მოკლედ ბენო მოგწონს თუ არა Brandon Royval Manel კაპი ნუ რახან flyweight არის მე მაგალითად დარიუშის ბრძოლა მომწონს მოიკანოსთან ამოვარჩევდი ამ ბრძოლას რა თქვენ ხო ბენო დარიუში ჩვენებური კაცია ის კი ხო და აი რა ვიცი ცოტა მე უფრო ფიქრობ რომ გაუჭირდება უკვე ასაკშიც რამდენი წლისაა ის ორივე არის 36 მე მგონია რომ ასაკშია მოიკანოს 36 წლის გახდა თუ არ მოიკანოს არ ეტყობა ეხა 36 წლის ხო არ ეტყობა ხო არ ეტყობა რაღაცა ისე ფიზიკურადაც არ ეტყობა რომ 36 წლისა მე მაინც გულით ეხა დარიუშისკენ ვიქნები კი მეც ბიჭო მერაბის თემას არ შევეხოთ გუშინი ნახავთ კაი აღარ გევასება ეს თემა მაშინ გადავალ შეჩემა რა მოგივიდა კაი კაროჩე ბევრი თემები გვაქვს მაგრამ სანამ ილიასგან გადავალთ რა და მე და შენ რომი ვისაუბრეთ უკვე ანუ მოხდება თუ არა რა მაინც მომავალში შეიძლება მოხდეს თუ არა და ბენო შენ რას ფიქრობ ანუ მომავალში მაინც არის შანსი რომ ისლამი ჩამოვიდეს ისე უკან 155-ში და გონია თუ არა რომ ჩატარდება ეს ბრძოლა განსაკუთრებით თუ წააგო JDM-თან ვფიქრობ რომ ჩატარდება როდესღაც აუცილებლად ჩატარდება ისე მეგონი Uncle Dana ვერ მოისვენებს რაღაცა სიზამს და ჩაატარებს შეიძლება Walter Weight-ში ჩატარდეს ეს ბრძოლა ალექსანდრემ ინტერვიუშიც კი თქვა საუკეთესო რა იქნებაო ხა ილიასთვის და ის რომ ისლამმა მოუგო JDM-ს ილიამ მოიგოს lightweight-ის კამარი და შემდეგ ილია ავიდეს Walter Weight-ში და შეხვდეს ისლამს აუცილებლად შედგება ეს კარტი. ან ისლამთან ბრძოლა. მე ვფიქრობ რომ შედგება კი. რომელი უფრო რეალური არის რომ ილია კიდე ავიდეს თუ პირიქით მახაჩევი ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ჩამოსვლაც ძალიან რთული იქნება. აქ ილიაზე პრობლემა არ არის. აქ პრობლემა არის უფრო მახაჩევთან ვიდრე ილიასთან. ილიას პრობლემა არ აქვს, ვფიქრობ რომ Walter Weight-ში ავიდეს, მაგაზე პრობლემა არ აქვს. ილიას აქვს ერთი პრობლემა რომ უნდა იყოს რომ პირველი უნდა რომ იყოს რა ჩემპიონობა სურს, უნდა რომ გახდეს ლეგენდა და ამისთვის იზამს ყველაფერს. აქ არის მახაჩევის ამბავი. არ მგონია მახაჩევმა lightweight-ში კიდევ დაიკლოს, წონა თუ JDM-ს მოუგო,
დარჩება welter weight-ში. ის აღარ დაიკევს light weight-ში და მოკლედ კამარს შეატოვებს ილიას. არა ილია არ მგონია შეეშვას მახაჩეს. სიმართლე რო გითხრათ ბიჭებო, მე რაც ვნახე JDM-ის ბოლო ბრძოლა ბელალ მოჰამედთან არ ვარ ისეთ დარწმუნებული, როგორც თითქმის ყველა არის, რომ შეძლოს გამარჯვება რა. ანუ ვინ? იმან მახაჩევმა JDM-თან რა. და JD იცით ბელალმა საერთოდ არც არაფერი არ გააკეთა, რაც აქ გეგმაში და რაც აქ ან ძლიერი მხარე უნდა გამოიყენებინა ისე, უნდა ეჭიდავა. არ იჭიდავა, არ იმუშავა მოგებაზე, სულ ეს ბულინგი რაც ქონდა ბელალს, ნუ მაგის ის უნდოდა რა, რომ აი აბულინგებდნენ იმის გამო, რომ სულ ჭიდაობდა და სულ არასანახაობრივი ბრძოლები ქონდა. ეხლა ადგა დაიჭყობა, დგომში ბრძოლა, მისი მწვრთნელიც ამბობდა, რომ კანელოსავით ხელები აქვს და მოკლედ ამას აპიარებდნენ, რომ აი კრივი აქვს და რამე და უნდა დგომში ებრძოლა. თორე რომ დამდგარიყო და ეჭიდავა სულ და აი ეს 5 რაუნდი გაუჩერებია როგორც აკეთებდა ხოლმე, ჩემი აზრით მოუგებდა. ჩემი აზრით დიდი პატივისცემით მე რომ გეთანხმები იმაში რომ უნდა ეჭიდავა, ეგეთი უნდა ყოფილიყო გეიმ პლენი თავიდანვე, მაგრამ ჩემი აზრით ვერ იჭიდავა რა. იმიტომ რომ დავაკვირდეთ ყველაზე მეტი დემიჯი რომელ რაუნდში მიიღო, აი რომ გაეხსნა ბოლომდე ახლა მე-4-ში და მე-5 რაუნდში. და რატომ მიიღო ეგ დემიჯი? იმიტომ რომ მაქსიმალურად შეეცადა რომ ეჭიდავა. ხელები ერთხელაც მე-4 რაუნდში ხა დაღლილი იყო შედარებით. ხო, მაგრამ ის დაღლილი იყო, ის არ ჭუბობდა, ორივე დაღლილები იყვნენ და ტიპა ერთხელაც კი ვერ შეკრა ხელები. მოჭიდავი კაცმა სტრაიკერს ეჭუბა და ხელები ვერ შეკრა ერთჯერ. ამდენჯერაც ჩაეხუდნენ ერთმანეთს რა. ჩემი აზრით ჯერ დელამადარინა ისე მოძრაობდა, ვერ ეჭიდავა ბელალ მუჰამედი, მაგრამ ეს ჩემი მოგზაურებული აზრია, რა ვიცი. ის რომ ამბობდნენ რომ კანელო ვართ და ის ვარ გალოკინი ვართ და რაღაც ასწავლე, ეგ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური თამაშები იყო ჩემი ერთ ყველაფერი, იქ რო გავიდა, ქონდა ჩემი ერთ განზრახული ჭიდაობა ერთი რაუნდის მერე მაინც, მაგრამ უბრალოდ ვერ იპოვა საჭიდაოდ. ჩემი აზრით ცოტა სასაცილოა რა, ბენო რომი, რომ ანუ როცა იგებდა ბელალი, ყველა უიძახდა რომ აუ რა მოსაწყენი ადამიანი არ მევასება და დამარცხდა და ყველა იძახის რომ აი ხო ხედავ რა მაგარი მებრძოლი ყოფილაო რა. აი ამიტომ არ უნდა დაუმოусმინო ხალხს. აიგე? ეხა ამიტომ არ მოусმინო ხალხს არასდროს. ამორთეთ არ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Fight Hop Podcast-ი, Spotify და Apple Podcast. არ გავედოთ. გიო, მე ადრე წაგებები რომ მქონდა, რავი, მაშინ ამდენი კომენტარი იყო, რა ვიცი, თან მაშინ უფრო ვაქცევდი ხოლმე კომენტარებს ყურადღებას და ნუ ეხლა ეს შედარებით აღარ ვკითხულობ ხოლმე. ადრე ძალიან ვაქცევდი ამას ყურადღებას და რავი, ხალხი სხვადასხვა მაგ ხალხს მადლობა. წერდნენ რომ საერთოდ შეეშვა სპორტს, რაღა უნდა რინგისკენ აღარც გაიხედოს, დარბაზში აღარ შევიდ, მოკლედ. ძალიან ისე მაგარ დეპრესიაში ჩამარხდეს. რა, ხო, არ უნდა მოусმინო. სხვადასხვა შეიძლება მოусმინო კიდევაც, მაგრამ ამისგან უფრო რაღაც სხვა რაღაც შედეგი უნდა გამოიღო რა. მე მაგან უფრო мотиваცია მომცა რომ ვიღაცისთვის უნდა ანუ მე მაგას კი არ უმტკიცებ რამეს და რაღაცა. უბრალოდ ჩემ თავს უმტკიცებდი უფრო რომ აი მე არა, მე შემიძლია რაღაც გაკეთება და მაგ შევცვალე და გადავიტვირთე და ეხა კეიჯი რო ავდივარ, ან კუდები, ან ვიგებ და მოკლედ ისეთ ემოციებში ვარ ხოლმე რა. ნუ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პირუტყვი ბინადრობს YouTube-ის კომენტარებში და ბევრი კაი ხალხიცაა, მაგრამ უმეტესობა არა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ისეთი ადამიანები არიან, ვინც ავი მე პირადად ამას განვითარება ეს ოკეია, ნორმალურია რა, ოკეია და თუ ხარ სპორტსმენი და ხარ რაღაცა ცნობადი ადამიანი ამ სპორტში ან რამე ნებისმიერ საქმეში, ეგეც უნდა იცოდე რომ ვიღაცა გაგაკრიტიკებს, ვიღაცა დაგაბულინგებს, ანუ it's fine, ან ნორმალურია. ბიჭო, და კიდე რა არის, ყველა სასაცილო, რომ შეგვხვდება, აი ხა რომელიმე ეგეთი ვინც რაღაც საშინელება დაგიწერა შენ ხო ადრე. ეხლა რომ შეგვხვდეს სადმე ხო? გეტყვის რომ აუ ბენო როგორ მევასწრები მაგრაკ ბალეში კუბზმა და აი ჩაგივარდება სულში და ჩაგეხუტება და როგორი პონტექსი ულში რაც მართლა გადის რა ის გძნობა აი მაშინ უნდა გადაცე რა on ხანდახან პირიქით არ უნდა გადაცე თუ ნეგატივია ხანდახან ჯობია რომ არ გადაცე და თუ მართლა გძნობ აი მე მაგალითად ძალიან
ადრე ვნახე მათესანიკიძე ინგუშეთიაში რო გამოდიოდა ძალიან პატარა იყო რა. თუ გახსოვთ რა ინგუშეთიაში ძალიან ის 18 წლის იყო. ხო ძალიან 19 წლის, ახალგაზრდა იყო რა. ეტყობოდა რა რომ აი ბავშვი იყო რა ხოვაზე ხარა და ცუდი მარცხი ქონდა რა მაშინ რა. მაგრამ აი გულში ისეთი გზნობა მქონდა რომ აი ეგრევე არ ვიცნობდი რა, მაგრამ Facebook-ზე ვიპოვე და მივწერე რომ მეთქი ძმაო ანუ არ დანებდე დაბრუნდი რა. ეს იმიტომ რომ მართლა ვიფიქრე ეს გულში მართლა მქონდა ეს გზნობა, იმიტომ კი არა რომ რაღაც პონჩი რა, ხო გესმის? შენ კაი ბიჭი ხარ გიო, შენ ასლავ, შენის თანა მეორე სადაა ყადაო. ხო, მათე ახლა ამერიკაშია მერაბთან ერთად და იქ ვარჯიშობს. ო ძალიან ვიცი, ხო, გაიგე. ვიცი, და ჩვენ სხვათა შორის მე ველაპარაკე მიწერა მქონდა გოგოლაძესთან, ამირანთან და დიდი ალბათობით შემდეგ კვირას ჩვენთან დაბრუნდება ამირანი. Big up. კი, ძალიან მაგარია. მეც რამდენი ხანია ვეძებ სწორ დროს. მეგონა რომ ამირანს მალე დებიუტი ექნებოდა და მეთქი მაგისტვის შევინახავ მაგ სტუმრობას თქო და აი მაგაზეც ვისაუბრებთ რომ მოვა ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო სხვათა შორის რა. ეხლა მინდა ანუ ვისაუბრო ყველაზე დიდი ბრძოლა დღესდღეობით რა არის UFC-ში. გონი ყველა ეთანხმება რომ არის ასპინალი ჯონ ჯონსი რომელიც არ ინიშნება. მეორე არის მახაჩევი და თოფურია რომელიც არ ინიშნება და მესამე მეთანხმებით თუ არა ჩათვალეთ რომ ილიამ თუ მოიგო და დაამარცხა ჩარლზ ოლივერა აღარ მოუწევს ფადი ფიმბლეტს ბრძოლა და პირდაპირ შეიძლება შეხვდეს ილიას ტიტულზე რახან არის ალბათ top 3 ყველაზე დიდი money fight UFC-ში მეთანხმებით თუ არა ბენო. ან რომ პედი პიბლატი რა არ არის ილიას დონის როგორ არევასება ჯერ ხო ანუ პედი პიბლატს გადავხედოთ ბოლოს 3 ბრძოლა ვისთან იბრძოლა რა ასაკებს შევხედოთ უფრო რა რამდენი წლის იყვნენ მისი მეტოქეები და მე შევხედოთ ილიას თუ ვისნებთან იბრძოლა და როგორ იბრძოლა. ნუ მოკლედ პედი პიბლატი ღირსი არა ჩემი აზრით რომ იბრძოლოს ილიასთან. ილიასთვის ეს easy money იქნება, მაგრამ პედისთვისაც easy money იქნება ეს. წაგების easy money. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეხა თქვა რომ პედი პიმბლეტს ჯერ კიდე აქვს გასავლელი გზა, მინიმუმ ერთი ტოპ კონტენდერი მაინც უნდა დაამარცხოს ხო სანამ გამარჯვება. ჩემი აზრით გეიჯის მაინც უნდა შეხვდეს. გეიჯის მაინც კი. პორიე უკვე აღარ მიდის უკვე, ვიღად პორიე მიდის. ჰოლოვეი პორიეს ებრძვის დაკავებულია. გეიჯის რო შეხვდეს არ იქნება. ჰოლოვეი პიბლატი სხვადასხვა დაინტერესება იქნება. უბრალოდ რა არის გეიჯისთან რატო არ მინდა გეიჯის რო შეხვდეს უკვე ნახე გეიჯის აქ ყველაზე სუსტი submission დაცვა. ამ კატეგორიაში აბსოლუტურად white belt-ის ცოდნა აქვს რა თითქოს ასე თავისთავად შეიძლება რომ საერთოდ არ ვარჯიშობს ხშირად grappling-ში რა. მიუხედავად რომ ხეცი არის დგომში და არ მინდა რომ ისე მოხდეს რომ ისე რაღაცა ყველაფერი ისე დაიწყოს რომ პედი პიმბლეტის სასარგებლოდ მოხდეს ყველაფერი და წარუკიანი მაშინ. წარუკიანი? აი კაია. არა მგონი აიღოს პადი მეგბრძოლა რა. ნამდვილად არა მგონი. პადიმ რო წარუკიანი აიღოს მე ძმაო აი ტაშ დაუკრავ პადის. რო იქ ბრძოლა აიღოს რა. ხო და რომ მოუგოს მეც დაუკრავ ტაშს. დაჟე რო აიღოს რა, რომ დათანხმდეს I will still clap. ნუ ფაქტია რომ UFC შეეცდება ამ ბრძოლის შექმნას, იმიტომ რომ ჰაიპი იქნება საკმაოდ დიდი. წარმოიდგინე ახლა ილიას და პედის პრეს კონფერენცია main event-ი რო არიან და რა დღეში იქნებიან გაწევ-გამოწევა, მაგრამ ნუ ჯერ სხვა რაღაცები გვაქვს გასაკეთებელი რა. ნახოთ. ლევანი ახლა დღეს იჩხუბებს. აი ჩვენ რომ მოხდებით კაკრას დაიწყება რა. აბრამა არის ჯერ ხო? ხო ჯერ აბრამა ლევანია და ველოდებით შედეგებს რა. კი აბრამა ძალიან კაი ბიჭია. ადრე მახსოვს ბავშვობაში. იქ GFC-ზე გამოდიოდა და კარგად ბრძოლობდა სხვათა შორის.
ბენო შენ 12 რაუნდში დადიხარ თუ არა? არა. ეგ იქ არის ხო ისა ვაჟაზე რა არის ხო? გონი თუ სხვაგან არის? ვაჟაზეც არის და სხვაგანაც აქვს მე მგონი დარბაზი, რამოდენიმე დარბაზი აქვს. სხვათა შორის შენ სითიმოლშია. ხო, მან ნახე რა დიდი რეკლამები, მან დადის ბიძი რა და სულ მიკვირს ხოლმე რა, როგორ მინდა რომ შენ და ბიძიმს კონდეთ cross training-ი რა, because you two are the best. ეს სხვა კაი იქნებოდა სხვათა შორის ორი flyweight-ი ვართ მაინც და you two are the საქართველოში best. მეტი არა ვართ. Yes, man. ისე ეხა რო ვაკურდები ქართველებს ძალიან, აი რამდენი არის ეხა რო მართლა top fighter-ები ვართ რა, აი მართლა. და ჩემ თავს ეხა ვერ წარმოვიდგენ top fighter-ად, მაგრამ რაღაცა კი მაგ კამარი და რა, მაგრამ მართლა რამდენია. It's a fact. აი რო დათვალო, თან 3 მილიონი ვართ მეტი არა. კი. Crazy. კი, რამდენადაც დალოცვილები ვართ, იმდენად დაწყევლილები ვართ რა. რამდენადაც ბუნებრივი ისა გვაქვს, რა ქვია. ბუნებრივი შესაძლებლობები გვაქვს მოცემული, ბუნებისგან დაჯილდოებულები ვართ, იმდენად ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის გულწრფელად სიყვარული, ესე ვთქვათ, მოკლედ რა. ხვდები რასაც ამბობ რომ და მაგრამ ნახოთ მე რა. ვფიქრობ რომ ყველგან იგივეა, ეხა აქაც რო არ ავსტრიაში, აქაც იგივე სიტუაციაა. მაგრამ ჩვენ ხო ავსტრია არ ვართ რა. ავსტრიას იცი რა ეგოა რაღაც. ეგო არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ავსტრია არ არის ისეთი დღეს როგორც საქართველო. ავსტრიას არ აქვს ის გამოვლილი ბოლო 80 წელიწადში, ბოლო 30 წელი თქვით, უნდა რაც საქართველოს გამოიარა რა და რასაც გადის ავსტრია აწყობილია და ავსტრიელები მაინც ყოველთვის მოახერხებენ რა ადვილად. ჩვენ სხვას რო ყველაფერს დავიდავანებოთ ჯერ ქვეყანას ვერ აგვიშენებია, გამიგეთ, როცა ქვეყანა ჯერ აშენებულიც არა და უკვე კინკლაობა მიდის ყველასთან, ყველაფერში, როგორ უნდა აშენდეს რამე, აბა? რანაირად წარმოგიდგენია? ვიცი, ნახოთ, იმედია, არ ვიცი რა იქნება. აი ესეთ წვალებაში ვართ ძელი ჩვენი დღე და მოსწრება და ალბათ ესაა ჩვენი სტიქია ნამდვილი და ასე უნდა იყოს რა ვიცი. შეიძლება ამიტომაც ვართ მაგრები. ხო, შეიძლება ეგეც არის. ერთმანეთის ჯინაზე ალბათ. ხო, რა. ძალიან დიდი ცხონა იქნება უმორჩილესი რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ, გააზიაროთ. ზოგადად ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს, როდესაც ახალი subscriber-ი, ახალი ის ვემატება არხს და ნუ დაიზარებთ რა, ძალიან მარტივია, ერთი წამის, ერთი ღილაკის დაჭერის ამბავია და ძალიან მხოლოდ გამოიწერეთ ფაითოპი, გამოიწერეთ გიოს პირადი არხი, ფაითოპ პოდკასტი, გიოს აქ ფაითოპი ცალკე, ფაითოპ ჯორჯია, ჩემი არხი რომეო ცენტერაძე და პირდებით ძალიან ბევრ სიახლეებს გამუდმებით და განუწყვეტლივ. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. მოკლედ, ძმგლებო, ისევ მერაბი headline-ებს აკეთებს, ბრძოლიდან დარჩენილია 2 კვირაში იქნება, ანუ ტიტულის დაცვა, ანუ rematch-ი შონომალისთან და ნახეთ ალბათ ყველა ვიდეო, რომ sparring-ზე მოიტეხა ფეხის თითი, მგონი პატარა ფეხის თითი თუ არ ვწდები, რომელი იყო ზუსტად. ხო, ნეკათითი მოიყიდა მარჯვენა. ხო, ეგ იყო. კი. და ანუ რას ფიქრობთ, რომ არის შანსი, რომ თვითონ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს და საერთოდ ამოიღონ მერაბი ამ ბრძოლიდან, არის თუ არა მაგის შანსი, რომელიც ძალიან ცუდი იქნება, რა თქმა უნდა და თუ მაინც დარჩა მერაბი ამ ბრძოლაში, რამდენად შეუძლია, რომ ცუდი ეფექტი კონდეს, იმიტომ რომ აი მერაბის სტილი ხო იცი სულ დახტუნავს ფეხზე და რამდენად რთული იქნება მოტეხილი ნეკათითით მუშაობა. ანუ ხო, კომისიის ამბავი არ ვიცი, ხა კომისია რას გადაწყვეტს თუ არ დაუშვეს ბრძოლაზე, ძალიან ცუდი იქნება, გულდასაწყვეტი იქნება, მაგრამ ის ნეკათითი კი ტკივილით ეტკინება, მაგრამ დიდად ხელს არ შეუშლის ბრძოლაში რა. ამირანთან აქ ხოლმე საუბარი და წინათ უკვე ჩაატარა უკვე უმართა რა ბრძოლა და ფეხი რო ქონდა ნატკენი, კანი რო ამძვრალი და გაკერილი რო ქონდა, რა ვიცი, აი ეგეთი ფეხით ადგა და კაცმა იბრძოლა.
ეგ უარესი იყო ხო ანუ რამოდენიმე მაგას ფიქრობთ ხო ეგ უარესი იყო რამოდენიმე დღით დახურული ის იყო ჭრილობა და ესე ადგა და იბრძოლა და რა ვიცი მენტალურად ისეთი ცხოველია მერაბი რომ ეგ ხელს არ შეუშლის ნო და არა ეგ ბრძოლის დროს ეხლა რომ შენ ციცი რომ რაღაცა რო გტკივა გავიწყდება ყველაფერი შენ მოწინააღმდეგეს უყურებ მოკლედ ვიღაცას უნდა რომ გცემოს და შენ ამის უფლებას არ მიცემ არანაირად და შეუტევ ბოლომდე რა და გავიწყდება სხვა ტკივილები არა ის ფიზიკური პრობლემა არ იქნება ეს ეკათითი უბრალოდ რა თქმა უნდა ალბათ რო არის იმის შანსი რომ შეიძლება კომისიამ პრობლემების შექმნას იმიტომ რომ ნიუ-ჯერსის ძალიან კაი კომისია ყავს ჩვენც ახლა ნიუ-ჯერსის კომისიასთან გვაქვს საქმე მე როგორც მენეჯერი პირდაპირ სამაქვს მაგათთან და ტიპებმა იმენა ანუ ფექას სისხლის ანალიზები გაუგზავნეთ ყველა პაციენტს აქ ნიუ-იორკის იმაში დაზღვევის პროგრამაში აქვს თავისი ჩარტი და იქ იტვირთება შენი ყველაფერი ანალიზები რომ აი ანალიზების გარეშე ვერ არ გაჩხუბებენ აქ რა და აქედან მე გავუგზავნია ამათ და კაროჩე ტიპებმა არა ჩვენ ჩარტიდან გამოგზავნილი არ გვინდაო ჩვენ გვინდა პირდაპირ მაგათგან უნდა მივიღოთო რა პირდაპირ ექიმისგან რა ანუ ძალიან კაცები არიან და პროფესიონალებიც არიან ერთ-ერთი საუკეთესო კომისია ნიუ-ჯერსის რა და ზუსტი კომისიაა მართლა ნიუ-ჯერსი კალიფორნია ნევადასაც არა უშავს ნიუ-იორკის საშინელი კომისია ყავს მაგრამ ანუ ფაქტი ისაა რომ დეინას იმიტომ აწუხებს ესეთი რაღაცე პოსტები, რომ ალბათ არის იმის შანსი, რომ ვიღაცამ რაღაცა პრობლემა შექმნას, გამიგე? და მე წარმოვიდგინე main event-ი რომ რაღაცა დაემართოს main event-ს, მთელი event-ი იშლება რა და მაგიტომაც უნდა ხოლმე დეინა რომ ნუ პოსტაო რაღაცეებს, მაგრამ იმედია არ შეიქმნება აქ არაფერი, იმიტომ რომ ნეკათითია და იმედია არ შექმნიან დიდ პრობლემებს და ყველაფერი დამთავრდება ჩვენთვის წარმოიდგინე რომ მერაბი მოხსნან და შონომალი დატოვონ და ინტერვიუზე მიიყვანონ ვიღაცა ეგ იქნება ძალიან სიგიჟე რა იმედი მაქვს რომ ესე არ მოხდება რა ტენჰაგენი ისა ომალი ტენჰაგენი ომალი ეგ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება სხვათა შორის ეგ იქნება საინტერესო ბრძოლა იქნება ორივე სტრაიკერის კი ჩემი აზრით ტენჰაგენი უგებს ომალის მაგ შემთხვევაში ესე პეტრიანი რატო დავივიწყოთ პეტრიანიც კარგი არის ძალიან და ჩემი აზრით ომალისთან მოგებულია პეტრიანი ციმბირიდან ვერ მოასწრებს ჩამოსვლას ხო ერთი ეგაა და უარსაც იტყვის სხვათა შორის ბიჭო არჩე ბევრს გონია რომ შონომალი არ იმსახურებს ქართველებზე არ ვიძახი რა საერთოდ UFC-ს ფანებზე ვიძახი რომ ამ რიმატჩს არ იმსახურებს რა შონომალი არ იმსახურებს ბიჭო წააგო დომინაციით წააგო მე ჩემპიონმა დაიცვა კამარი ამას არაფერი არ გაუკეთებია ამასობაში და ეხა ისევ კამარზე ჩხუბობს და რა თქმა უნდა გვინდოდა ყველას რომ რაღაცა ახალი მომხდარიყო მაგრამ ტენჰაგენი უფრო ხო ტენჰაგენი ნუ როგორ გითხრა რა მე რა ტენჰაგენი მერაბი ანუ ხო მაგას იძახი ერთადერთი რატომ მომწონს იცი ეს ბრძოლა იმიტომ რომ მე რა თვითონ უნდა ქონდა სურვილი და თვითონ არის კმაყოფილი ამ ბრძოლით რა ანუ ცოტა შემეცოდასავით რომ აიძულეს უმართან ტრამვიანი გახსნილი ფეხი და იმით ანუ დააძალეს რა და სხვების გემოზე გააკეთა ყველაფერი რა დაღესტანელების და დეინას UFC-ს გემოზე იმიტომ რომ ყველანაირად შეუქმნეს ისეთი ფანჯარა მერავს იმ ბრძოლაში რომ და დაეკარგა კამარი და წაეგო რა და ეს გადალახა და ეხლა რომ თავის გემოზე რა ვინც თვითონ მოითხოვა და უნდა და დაახლოებით როგორც ჩანს ეხლა შორიდან იმას ებრძვის და ბედნიერია ეგ კარგია და ეგ სიამოვნებს რა მაგრამ სხვა შემთხვევაში ხა რა ომალისთვის ნაჩუქარია ეს შანსი რა და ანუ იმის თქვა მინდოდა რომ ბევრს ანუ გონია რომ არ იმსახურებს რა მართლა რა და თითქოს რაღაც როგორ უნდა თქვა რომ excitement level ნუ ჰაიპი არ არის მანდა მაინც დიდი ხალხში იმიტომ რომ ახლა წინა პირველი ბრძოლა რო ყოფილიყო რაღაც წინ და უკან ბრძოლა ხელჩაცრული ჩეხალობა რაღაცა ერთადერთი სიცოცხლის ნიშანი შეეტყო ომალის ბოლო რაუნდში, როდესაც მერაბმა კუთხის მოჭრის უკან გასაწამულ რასაც აკეთებდა ფეხს როცა იქნებოდა ომალი უკან გადიოდა რეინჯიდან აბსოლუტურად მერაბი და ერთადერთი მაგ დროს როცა მოხდა ფეხი ღვიძლში უბრალოდ უკან ადგილი აღარ ქონდა და გვერდზე გავიდა და ზუსტად თითქმის დარტყმის მიმართულებით მოძრაობდა რა. კიდე კაი რომ მარცხენა ფეხი არ იყო, თორე ვაფშე შეხვდებოდა დარტყმა, გამიგე? და ერთადერთი ფრონტ კიკი იყო მარჯვენა. ხო.
და ერთადერთი მაგ სიტუაციაში შეეწყო სიცოცხლის ნიშანი მაგ ბრძოლაში ომარი, დანარჩენი მერაბის უპირატესობით წარიმართა ძირითადად და მაგიტომაც ხალხმა არ იცის რას უნდა ელოდოს, ალბათ იგივენაირ ყველა ფიქრობს რომ რაც ვნახეთ, იმას ვნახავთ მეორეზე და მაგიტომაც არ არის ინტერესი. შეიძლება ეგრე არ გამოდგეს, შეიძლება ომარი უფრო მზადყოფნაში გამოვიდეს და უფრო თანავარი ბრძოლაში მე მოვიგოთ ბრძოლა რა, იმიტომ რომ შეიძლება მე კარდიო მე ჩაერთოს ამ ყველაფერში და რა ვიცი რა ხდება რა. ბრძოლა. ბიჭო და ისეც რას არ არის ფიქრობ, ახლა რა. რომ ჯონ ვუდი რა მერაბის კოუჩი იძახის, რომ ყველაზე მეტად იმაზე ჩალიჩობს, რომ მერაბი გახდეს ფინიშერი რა, დაიწყოს ბრძოლების ფინიში და ბენო როგორ ფიქრობ, რამდენად რეალური არის, რომ მართლა შეძლოს ეს მერაბმა და ფინიშებით მოგება და ნუ სრულად რეალურია ხა ჯონ უდი როგორ დააპირებს ამას და რაც გადაუწყობს არ ვიცი. ესე რაც მე წარმომიდგენია მერაბის ფინიშები ის არის რომ როგორც მარლონ ვერასთან დაღალა და ზემოდან ტექნიკური ნოკაუტი. ხოდა შორის მერაბის გრაუნდ გეიმიც არ არის ცუდი ნაჭიდავები ვარ და კარგი საბმიშენ ეთემპები, მაგრამ ამას დიდად ეხა ჩხუბის დროს არ იყენებს და უფრო მეტად ეს წარმომიდგენია რომ აი დაღალოს და მესამე მეორე რაუნდში რომ უკვე მეორე რაუნდში უფრო არა მესამე მეოთხეში უფრო რომ ტექნიკური ნოკაუტით გრაუნდ and pound-ით მოიგოს. ისე რომი დამეთანხმება ზუსტად რომი რომ ისა მერაბმა არ დაღალა მარლონ ვერამ დაღალა მარლონ ვერა. ეს თავარი არის რომ რას გადაწყვეტენ, რა მიმართულებით ფინიშებს იმუშავებენ, გაიგე? საბმიშენებზე იმუშავებენ, მერაბს ახლა ნოკაუტის ძალაც აქვს, დიდი ხელები აქვს, აი დიდი ხელები აქვს პირველ რიგში რა, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა დაძლევი დარტყმის. უბრალოდ ცალი ფეხი აქვს ჰაერში, ყოველთვის როცა ხელს იქნებს თითქმის და მაგიტომაც ანუ უნდა დაჯდე დარტყმებზე როგორც ბოქსიური რა, როგორც სტრაიკერი. ხო და მაგ ხრივ ამუშავებს ground and pound-ით ფინიშები თუ ყველაფერი ერთად, ანუ მაგაზე მნიშვნელობა აქვს რა. შეიძლება მე რა სავარაუდოდ ნახავთ ამ ბრძოლაში ამას რაზე ამუშავებს. ხო, მცდელობა იქნება, იმიტომ რომ შეიძლება შეგიძლია რომ თქვა ესეთი კარდი როგორ უბრალოდ დაღალო მოწინააღმდეგე იქამდე რომ უკვე გნებდება და საბმიშენით დაამთავრო ან რაღაც ეგეთი რა. ეს კარდიო ესეთი იარაღია, რომ რაც უნდა მაგარი იყო დაღლილობა ნებისმიერ მებრძოლს ხტალად აქცევს რა, ან როცა იღლები უცო ეგ ახარ რა. უბრალოდ ყველაზე დიდი threat რაც არის შონომალისგან ეგ არის სნაიპინგი და თავარია რომ არ დაიჭიროს რა მერაბი. მაგრამ როგორ აიცი? მერაბი როგორ აიცი? გიო? აი ხა რო აგენა ბილიარდს რო თამაშობ რა და ბოლო შაირი გაქვს დარჩენილი 8-იანი რა და კუთხეში დევს საკაიფოდ, მაგრამ უცებ იწყებს მოძრაობას და აი ესე დადის წინ და უკან და როგორ უნდა მოვარტყა იმ შარს რამე ხო? აი ეს ეგრე არის მერაბი რა, არ ჩერდება ერთად, სულ მოძრაობს, სულ მაღლა დაბლა იქით აქეთ. ერთ წამს არ გიტოვებს წამის გაყოფილ წამსაც კი არ გიტოვებს რომ დაუმისნო რაღაცა. ეგ სულ მოძრაობაშია. უფრო მაგითი ღლის ვიდრე და რა თქმა უნდა ტეიქდაუნი ისევ და ისევ ტეიქდაუნები არ წყდება. ანუ მენტალურად იღლები, გაიგე? ანუ ხაბიბი იყო თქვა გადაგიყვანდა, დაგაждდება და თავის წონას გათრევინებდა და გლიდა მაგითი. მერაბს ეგ არა კონტროლი და ისა ქვემოთ ბევრი. მაგრამ მერაბის გაუთავებელი მოძრაობა, მენტალურად იღლები უკვე აღარ იცი საით გაიხედო. მე როცა გაქცევს აგაყენებს ისე ვიცი რომ მოდის ტეიქდაუნი და ამაზე ფიქრობ და ამიტომ აი ეს ყველაფერი ერთად აღებული არის. ფსიქოლოგიურად გღლის რა, ჩემი აზრით რა უფრო. კი, ზემოთ ქვემოთ გაჩვენებს, თვალი უკვე გაგირბის იქით აქეთ, თუ დაძაბული ხარ და ზოგადად ჩხუბში ეს დაძაბულობა ძალიან გღლის, მოდუნებული ვერ ხარ, არის როდის შემოვა ფეხში, ან როდის დაგარტყამს ხელს და უბრალოდ ეს ემოციურადაც იღლება. ხო. იმიტომ რომ ახლა იმასაც კაი კარდი გვაქვს, რა ქვია. 5 რაუნდი არ არის ადვილი 5 რაუნდი, ესე მაგრად იმუშავა, როგორც მაგანი იმუშავა, იმასთან ჩიტო ვერასთან მომაილიმ რა. კი. მაგას კარდიო ჭირდება ძმაო. ყველას აქვს მან კარდიო, უბრალოდ ყველა სხვადასხვანაირად იყენებს ამას, გამიგე? ყველა თუ გონიათ რომ მერაბი არ იღლება ჩხუბში ძალიან ცდე, ყველა იღლება ჩხუბში, ყველა, მაგრამ იღლება, მაგრამ უძლებს ამ დაღლას უფრო. მერაბს რაღაც მენტალური ფლიპი აქვს, რასაც აი უბრალოდ არ იპოვებს ეს გავლენას მაგის ჩხუბზე და გეიმპლენზე და აგრძელებს უბრალოდ რა. და ბოლოს უყურე ინტერვიუს თიმ ველჩთან, რომელიც არის შონ ომალის კოუჩი რა. ბოლო ბრძოლაზე რომ მერაბის
უძახდა რაღაც corner side, ანუ კუთხიდან რომ ერაბს უძახდა რა, Tim Welch-ი რა, მოკლედ და ეგ იძახის რომ ერაბი დღესდღეობით და all time ყველაზე მაგარი bantamweight-ი არის, ანუ GOAT-ი არის და სეხუდოც იგივეს იძახის და ანუ ძალიან დიდ პატივში ვართ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ მერაბ დვალიშვილი არის ყოველი დროის საუკეთესო bantamweight-ი რა. და ეხლა ჩვენ ქართველები ვართ რა თქმა უნდა და ძალიან ადვილად შეგვიძლია რომ ხო, ძალიან ადვილად შეგვიძლია რომ დავეთანხმოთ რა, მაგრამ ანუ რას ფიქრობთ რომ მაინც ჭირდება უკვე კი არა, მაინც ჭირდება დაცვები თუ აი დღესდღეობით რომ იმრო თქვა რა რეზუმე აქვს, უკვე შეიძლება რომ ჩაითვალოს რომ არის ყოველი დროის საუკეთესო bantamweight-ი და ვინ არის ამ დისკუსზე კიდე, ანუ ვის შეიყვანდით ყველა დროის საუკეთესო bantamweight-ის top 3-ს. TJ Dillashaw და Dominic Cruz. For real, yeah. Dominic Cruz მაგარი იყო. დავის დროზე. TJ ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული მებრძოლი იყო რა. TJ Dillashaw და Cruz-ის დაპირისპირება იყო რავი საუკეთესო რა. მაგარი. ალბათ ეს სამეული იქნებოდა ყველაზე ლოგიკური რა. Aljamain Sterling-იც ალბათ. ახლა სამეულს თუ ვამბობთ ეს სამია ჩემთვის რა. ანუ მერაბის გარდა TJ და Dominic Cruz, I got you. Okay, მესმის. ხო და ხუთეულს თუ ვამბობთ ალბათ ალჯო და პიტრიანის დაემატებოდა რა, მაგრამ არ არის იმდენად გრძელი რა ქვია 61 კილოგრამის ჩემპიონთა სია UFC-ში რომ Cruz-ით არ დაიწყო? თუ არა? Jose Aldo ვერ მოიგო კამარი მანდ. ის იყო ხო ზემოთ იყო 45-ში და მე ჩამოვიდა ხო გვიან. ხო, არა, მაინც ლეგენდა. Jose Aldo ვერ მოიგო კამარი, ფრენკი ედგარმა ვერ მოიგო კამარი. ეს არის და ისეთი კატეგორია წონითი, რომელშიც გაერთიანებულია ნოკაუტის ძალა და გვიან ჩამოვიდნენ რომია რა, ძალიან გვიან ჩამოვიდნენ რომ. გვიან ჩამოვიდნენ რა თქმა უნდა, ეგეც არის ხო. ისე ჟოზე ალდოსი მაგარი გამიკვირდა და პირქით შევებიან ხოლმე რა ფეზერვეიტები არიან ლაითვეიტში, ბენთამვეიტები ფეზერვეიტში და ხა ჟოზე ალდო ფეზერვეიტში იყო და ბენთამვეიტში დაიწყო. ჩემი აზრით არ უნდა ჩამოსულიყო რა. ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი, როცა ბერდები და მე უფრო პატარა ზონაში ჩადიხარ, ეგ არის შეცდომა ჩემი. ბოლოში ვერ ჩააბარა დაჟიწონა. ხო, იმიტომ რომ ამ ხელს ჯერტი ბერდები და სისწრაფე გაკდება ისედაც და მე კიდე უშენზე პატარებთან ჩადიხარ, რომ კიდე უფრო მეტ სისწრაფეს თმობ, გამიგე? და ყველას რატომღაც გონი რომ თუ ბერს დაიკლებს და პატარას ეჩხუება, უფრო კაია, არ არის ეგრე რა, არ არის ჯანსაღი. არა, საერთოდ არ არის. არ არის ეგრე. მე ხა მქონია შეხება ძმაო მაგალითად დიდია ჩემზე ტიპი და ძალიან ბევრი ქონდა დაკლებული ერთხელ რა და რა ვქენი იცი პარტერში ხე აიმენა ერთ რაუნდში სამჯერ დავასაბმიშენეთ რაღაცა ვეთამაშებოდი რა მაგრამ იმიტომ რომ დასუსტებული იყო იმდენად დასუსტებული სისწრაფე არ ქონდა იმას ჩემისთანა ფიზიკურადაც გამოფიტული იყო დაკლებული ქონდა არა და 2 მეტრიანია ტიპი რა შავკანიანია და ეხა მოიმატა თავისი წონით კატეგორია იპოვა ეხა მაგასთან ერთ წუთსაც კი არ ვისპარინგებდი უკვე რა იმიტომ რომ ხეცია რა ავიდა თავის წონა იპოვა იქ არის სადაც საჭირო იყო და აბსოლუტურად სხვა ადამიანია აბსოლუტურად რა ხო და ამიტომ ვიძახი რომ ჩემი აზრით ხშირად შეცდომაა ეს წონის შეცვლის დროს ქვემოთ ჩასვლა რა აი უცებ დავამატებ ფრენკის თავარი პოზიცია ფრენკი ერთგან იწონიდა 158 პაუნდს და ჩხუბობდა 155 პაუნდში. პიცას ჭამდა ხოლმე ჩხუბის აწონვების წინ რა. თითქმის არ იკლებდა. და ყველა წარმოგიდგენთ ახლა ფრენკი არის 1.68 და იბრძოდა 155 ფუნტში ახაჩევის კატეგორიაში და ყველა მაგას დიდები იყო. მაგრამ ელოასავით სწრაფი იყო რა. ვერავინ ვერ იჭერდა, მაგრამ ვიჭერდნენ, მაგრამ ნუ გულის მაგარი ქონდა და სისტრაფის ხარჯზე მაგის თავარი კოზირი იყო სისტრაფე რა მანდ. როგორც კი გადავიდა და ჟოზე ალდოსთან ჩავიდა 155-ში, ის სისტრაფე დაიკარგა. იმიტომ რომ ჟოზე უფრო სწრაფი დახვდა, გაიგე? და ვეღარ ასწრებდა, ვეღარ პოულობდა ჟოზეს. ჟოზე დაარტყამდა, გამოვიდოდა. ჯებით აკეცლა მთელი 5 რაუნდი რა. არა და მაშინ როცა ფრენკი ჟოზეზე დიდ ხალხს იმენა შვაზე გლეჯდა რა, მაგრამ რატო რის გამო? იმიტომ რომ ჯამთელად იყო თვითონ მთელი თავის სისტრაფე თავის წონაში
ანუ არც ზედმეტი ქონდა წონა და არც ნაკლები, არც იმის და სისწრაფე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კი ჩავიდა ქვემოთ, დახვდა ისეთი ხალხი, რომლებიც მაგაზე სწრაფები იყვნენ და ამაზე არ იყო მიჩვეული. და დაიწყო წაგებები ქვეყნად. ასე რომ მძგლებო ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოგვივიდა და ბოლოს მინდა რომ ვახსენო fight announcement-ი რომან დოლიძეს დაენიშნა ბრძოლა 9 აგვისტოს მე-9 განთესილს შეხვდება მე-9 ნომერს ანთონი ფლაფი ჰერნანდეს ვეგაში იქნება თავარი ბრძოლა რაც ყველაზე მაგარი არის და მინდა ვთქვა რომ ანთონი ფლაფი ჰერნანდესი მოდის მაგარი სტრიკით რა ანუ მაგარი სერიით მოდის გამარჯვების სერია ბრანდენ ალენთან მიშელ პერერასთან რომან კოპილოვთან და ედმონ შაბაზიანთან და ბევრი დამთავრება აქვს რა ანუ decision გონი აქედან მხოლოდ ერთ-ერთი იყო რა ანუ submission-ები აქვს ground and pound-ების თუ არ ვწდები მაგრამ ძირითადად submission-ები არის და სტილისტურად მე მომწონს ეს ბრძოლა რა რა თქმა უნდა ძაღლი აქვს რომის დამეთანხმება რომ this guy has dog in him მაგრამ ახლა რო თქვა რომ ტექნიკურად ძალიან მაგარი სტრაიკერი არისო ვერ იტყვი უბრალოდ ძაღლი აქვს მაგრამ ძირს არის ძალიან მაგარი და ეს რომ დოლიძისთვის არის სტილისტურად ჩემი აზრით კარგი match-up-ი რა. What do you think guys? გაიბრძოლა იქნება ნამდვილად ჩემი აზრით. და კიდევ ერთი ბენოს ლაპარაკი აღარ ბენოს ბატარეა უკვე შიაკაცი თარ ვერ ჩავს ეს მაგრაშია საერთაშორია საუბრობ ის რო იყოს რომ სტუდიაში რო პატიჟებდე კაცს რომ ბორჯომს მაინც ასწვიდე რომ დალიო ტიგი გაისვლა მოდი წარმატებები რომანს წარმატებები რა თქმა უნდა და გრეპლერთან ბრძოლა რომანს რავი აწყობს კი სტილისტურად აწყობს ბევრად ვიდრე სტრაიკერთან და რა თქმა უნდა წარმატებები შენ ძმაო ბენოს წარმატებები შენ გაიხარე რომ 5 წელია ბოლო 5 წელია გადემნებ თვალყურს ძალიან გულშემატკირო ძალიან მიხარია როგორც შემოაბრუნე შენი კარიერა სადაც ხარ ახლა და ძალიან მინდა რომ იქ მოხდე სადაც შენს და ჩვენს გვინდა რომ მოხდე ძალიან მალე რა ასე რომ დარწმუნებული ვარ უფლისწყალობით რომ უფლისწყალობით იქნება მოკლედ ძმგლებო ჯიგრები ხართ მაგრამ იყურხართ fight hopper-ებს big shout out და ყოველ კვირა დავრჩებით ვიქნებით კვირაში ერთხელ მაინც თქვენთან ბენო წარმატებები ძმაო მოგების შემდეგ ისევ გელოდებით აი ესეთ აუცილებლად ძმაო აუცილებლად ოძე აი გადავიკიდებ yes ჯიგრები ძალა ერთობაში გაიხარეთ ბიჭებო გაიხარეთ